შენ ჩართელი, აჰა, დაიწყო მომწეთე, ხო? იმედია რომ ვიქცე. იმასო გეგორი, ბატონობა და ბატონობა. ეს არის 27 სექტემბერი, რასამაგების გაყოფა 2015 წელია, სოფიოს რასამაგების ეს, მალობა მოგზაურობისათვის სპონტანურად ვიკრიბებით და ჩვენი მიზანი რა არის პრინციპში? ჩემი მიზანი შემოთავაზებული გუნდან ყოველთვის და საუბრობთ სამართლის მოგზაურობები, ნებისმიერი შეკრება, ნებისმიერი ორგანიზაცია თავმოყრება ახლა როგორც ამბობს ეს მოსამართლე უმრავლესობა პირველად ხედავთ ერთმანეთს და Facebook-დანაც შეკრებილი. მაგრამ შეკრება ფაქტიურად რამდენადაც ესმის საქართველოს დუმის პრობლემა, ეს ყოველდღიურ დღევანდელ ყოველდღიურ პრობლემა და ნებისმიერი ორგანიზაცია შეკრება წარმოადგენს საქართველოს მინიმუმის ხოსტორია. ანუ ჩვენ არ სპონტანურად შეკრებილები საქართველოს მინიმუმის წარმოადგენს. თემა გვაქვს ერთი. ჩვენი დღევანდელი დღე და ჩვენი როლი და ადგილი მასში. აი ამ თემაზე უნდა ვისაუბროთ ყველა. თუ არ აქვს თქვენი მოსაზრება და არ აქვს ასაუბრო, ბატონო არ არის პრობლემა, მაგრამ უსმენა. და თავაზობთ თქვენ ამას გვარი მაგის სტილში. ჩემი მიზანი რა? თუ ჩემი მიზანი საერთოდ ძალიან კარგი, თუ ადამიანმა მაშინ შევწოდოთ. ჩემი მიზანი არის ყველაზე ცოტა ვიმსჯელოთ კონკრეტულად დროში, რეგლამენტი დავნიშნოთ, და ბოლო არ დავჭამოთ ერთმანეთში. გახსოვთ რა? გამოიწვია რა დღეა? ეს არის გამოიწვია და თუ ჩვენ ამის გამოიწვია შევძლებთ დღეს, ჩვენ შევძლებთ დღეს აურებს მეგობრებს Facebook-ზე შევდავოთ ვერაფერი ვერ მივიღეთ, მაგრამ არ გამიჯამია ერთმანეთი თემაში. და კიდევ გვაქვს სრული გავაკეთოთ საუბარი და გავაკეთოთ შეიძლება იქნება რაღაცაზე ანუ გვარი მაგიდა კენჭები გვარი მაგიდა პოლიტიკური ორგანიზაცია არ არის ეს არის ურთიერთობების ფორმა არანაირი პოლიტიკური ორგანიზაცია დღეს არ ვაყალიბებთ და საერთოდ არ ვაყალიბებთ ეს მიზანი ხელოვნების დღეს არ გააჩნია ყველაზე გაიწინა არ ვიცი უნდა რაღაცა დავარგეთ და ფორმა გვარი მაგის უნდა დავიშვათ ესების შემდეგნაირად საქართველოს წარმოადგენს ყველა პირველი წესი გვარი მაგის ყველა წევრი მნიშვნელოვანი და თანასწორებიანი ეგრევე წერია ეგრევე ხო მეორე წესი აგერგებოდი შევდავით ყველა თანასწორებიანი და მნიშვნელოვანი რატო იმიტომ რომ მე ხა ბევრი ზეთკვიანი ვარ აქ მე მგონი ყველა ზეთკვიანი ვარ უგეცნებათ რატო იმიტომ რომ შეწამოგენება ფერაშენია ესია ეგოა ხო მაგრამ ვერსადებია თამაში უნდა დაუშვათ ასე შესაძლოა სხვათა ჩვენთვის გვიანი ხო პირველი მეორე განეხილავთ მხოლოდ ერთ თემას ანუ ვისაუბროთ პრაგმატულად ერთ თემაზე ჩვენი დღევანდელი დღე ჩვენი როლი და იმაში და თუ გენდონება სხვა თემაზე საუბარი ამას დავასრულოთ მე ვისაუბროთ ხო მესამე აუცილებელი პირობა მნიშვნელოვანია ყველამ გამოთქვას საკუთარი აზრი რატო იმიტომ რომ საკუთარი აზრი დადებული საქართველოს ესეთ აზრის გადაგ მოდელი იქნება მე მინდა ვიცოდე რა აზრის არის ჩემი შემოგინელი ნაწილი სულიერი და ფოციერი ოკეი შემდგომ ყურადღებით მოусმენთ და ჩავკვეთ სხვის აზრს ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ რომ ზუსტად იმის ფონზე რომ ყველაზე თქვენო შესაძლებელია აღმოაჩინოს სხვა წარმოდგენის შემდეგ თქვენი და მიგა რაღაცა ვისწავლო ოსტორი შემდგომ არ გამართოთ არ ვაკრიტიკებთ რაღაც არ ვაკრიტიკებთ რატო ვაკრიტიკებთ იმიტომ რომ ვაკრიტიკებთ რომ მოცემულ მომენტში ჩვენ საკამათოდ არ ვართ მოსული კამათ რა იწევს პრინციპში ყოველთვის იწევს კამათს ცოტა ხანს იმიტომ რომ დარჩება ეს ბატონო რატო არ გამართოთ შეიძლება ახლა იყოს რომ კამათს შეიძლება წეშმარიტება ჩვენ რა წეშმარიტებებსაც ვადებს კამათში არ მინდა ალბათ იმიზნის რომ ჩვენი ძირითადი მიზანია იმ კაცებს შევიდეთ და ვეცადოთ გავიგოთ რატომ ის თავის პოზიციას სწორად. აი ამ ჩვენს სპექტს ანუ დაზუსტების ზეწავით. ამიტომ ჩვენი ზოგადი ასე ვთქვი ერთიანი სპექტრი საქართველოს ხო ყველანაირი აზრებისგან შედგება. ამიტომაც რამე უკუგდება ეკონომიკის დაბლოს ნიშნავს. ხოსტორიაზე ამიტომ არ გამართოთ მოვისმენთ და ჩავწერთ. მე როცა იქნება შედეგების შეთანხმებისას ზოგადად
ზოგადად გამოთქვამთ საერთო დასვენას ხოლმე შეიძლება მას არ შეეხოთ. Შემდგომ არ შევდივართ დიალოგში და არ ვსვამთ კითხვებს. რატო? იმიტომ რომ ახლა 1 2 3 4 5 6 7 8 9 კაცი. 9 კაცთან ყველა ერთმანეთთან დიალოგში პროვოკატიულობა, ყველა ჩვენი აზრი როგორია? ძალიან გენიალური. ხო? ეხლა ყველა შევიდე დიალოგში 9 ჯერ 5 წუთი გაუდის 250. ხო? მაშინ აქ უნდა ჩახწეროს პიროსმანი 23-ში და უბრალოდ ხო? არ გამოვა. ხო? არ ვსვამთ კითხვებს, უბრალოდ ვიღებთ ის აზრს. მე ვაანალიზებ, ხარშავ, შემდგომ შეხვედრაზე შეიძლება ეს გამოვწოთ, გამოვთავაზოთ, წავიდეთ, ამ მხოლოდ მასთან საუბარში ვისაუბროთ, მასთან საუბარში ეს ყველაფერი გავაკვიროთ და უფრო მეტად გავამბობთ. ამ ჩვენი მიზანი რა არის? ჩვენი სახე დავანახოთ ჩვენს მეგობრებს ფეისბუქში, YouTube-ზე და Facebook-ში. გავიგეთ? ოკეი, შემდგომ არ ვიზიანებთ, არ ვაყოთ. ვიდრე ხაშერა დაბარო ისეთი ყიანებია მოგესმით ის პარლამენტარები რომ ელაპარაკებენ რომ შენ გაგებაში რა შენ გაგებაში რა არა შენ გაგებაში რა როგორ ავტომობილებში რა მისანავსა ოკეი ესე არ ვიციანები არ მიქენა გოზუგებს შოქი ცოცხლის ამადრასო ეგეთრაცა გადიდაშე და დავაყენო თავისაგიზე ვარ დავაყენო თავისაგიზე იყოს ბუნწრფენი ჩვენი კონკრეტული მარტივი ქართული გურული კახური იმერული ნებური ესე ვთქვა Principalmente che lo dica un po' di sicuro da capo Scendo, cada specie va a finire problema Bolo si deve dire che non si niente, ma invece non stavo per la sua televisione. Ormai da amiscendom c'è una cosa che non la potevo, se sai che la la potevo dire cose. C'è un po' per la sua televisione, stanno ficando di attorno, si dirà pintura, la bicicletta, quindi Onde c'è più. Come gagabis, non me lo gusta e non mi suono. Poi ayağımız esen çözümü yani. Ruhur metmen kavgot, metmen kavgot, ama da konuşuyor pasiti. Ruhur bir çevir etmeyiz. Şöyle metmen kavgot ve izin prinsipi kredo. Çenga resmi, da fikirden mesaj sonra söylüyor, okey? Karışım tavsiyeler de bir kardiya. Mesela Kemal'in filmde kendi rolü var. Kemal'in filmde amsiyana. Ne şekilde? Mesela var ya, amsiyana ya, ya sirmeye çıktı, yaptı. Razı mısın? Çevirdi, kovretler, marketler, koyular. Daha sabit derozlar, bu tipler. Tra, ayrı da işte ne kovakan, bu nasıl matasın ne? Bu işte çok boyu var şey. Hiç kalmadı o var. Ayağım dönüyor. İşler o ben çem sakat olur, ben soğuk sarmıyor. Osmanlı. Şeyler var o Kemal'in falan. Revaneli falan kibat asebuli realობა უმეტესი ჩაყოლეთ და ჩვენი აზრით იმაში. ხო? სანტუსი დამოუკიდებლობა ასებული რეალობა. იმათ რომ იყოს ოღონდ ამ თემაზე შევდავდეთ ასებული რეალობა ჩვენი როლი და არის იმაში. ხო? თემაზე შევდავდეთ. ეხლა ვინაიდან ყავს გადავაკით მანდატური ფლეროები ხო? რეგლამენტი ორი მანდატური შეახვდა რეგლამენტს, იმიტომ რომ გაინახა ამდენი მოსწრაფი რო არ უშენიხარ. ესე იგი, ჩვენი აზრის გამოთქმაზე 5 წუთი გვაქვს, 10 წუთი არ გინდა ვფიქრობ, რომ 5 წუთი და 10 წუთი პირველი იყოს 5 წუთი, 5 წუთი ადამიანმა თავის აზრს უნდა შეძლოს და 5 რომ უნდა 5 გამოდის, ხო? 9 ჯერ 50 საათი მეტია, ნოველზე ხო? 5 წუთი 10 წუთი. 5 წუთი შემდგომ დააყენე, ამ დაატრიალე Adriele, Adriele, cosa? Beh, anche se io ho già Adriele da solo. Questo è il nome. Ma tu c'è un rambere dopo che lo scrive. Dove rambere quindi lo conosci? O sai che dopo qua? Non dico. Sai, in Italia si fa vedere come dire, parli con Adriele, però modi essere stati nascosti. Vuoi ma dire, da questo. Capite? Da science che non tu ikna. Inside the democratic house in the Kavisha. I'm Nizam, you will Nizam, the second lordship. How much of traffic is over 20? I don't know. 1 week. Oh, 1 week. Oh, the sense work coming here for me. Anna, Sakuyashi. You know, Nizam is over to the Kabuta. Congress is Nizam, I'm famous, we show with the house. Huh? I'm a shepherd, mistress, Gaga, we share it. I'm a shepherd,
დავისახოთ მე რევოლუციის სტუდენტობა, გავაგრძელოთ აკავე. შეიძლება მე მის კომიტეტს დავისახოთ უთილაი და შეუძლოთ მაგრამ გავაგრძელოთ, მაგრამ ყოველთვის მიმიდეთ ეტაპი დავასრულოთ, ეს ახალი ეტაპი. ოკეი? რასაც უწევენ ერთ მომენტს. ეს თორემ გადაიქცა. ხო. კაი, შევდივართ, ხო? ოკეი, საათ ნახევარი გვაქვს დრო. საათ ნახევარი კუთი აფეთქი, სამი. ხო, ტელეფონები გაქვს. გაქვს. Colega me la canción del universo no me. Entonces cuando estamos todos. Hola. Me estamos en la conferencia de dos machos, Uno telecom se trae, eso no estamos aquí voy a hacer más de salvo que funda de que no me problema. Facebook se, o se recibe salvo para ese tipo de cosas. Esto es más que un mundo de ¿sabes de aquí? აი ეს მე დავასრულე გამოსვლას თანხის ეს ყველაფერი. თემასთან დაკავშირებით შეთანხმებულებია? თემასთან დაკავშირებით. რეგლამენტთან დაკავშირებით შეთანხმებულებია? უდრება კითხვები რა გაქვს. იხარეთ ხო? ესე იგი ვისაც აქვს რა გამოჩენა? აი აქედან დავიწყებ, მაგიდან კითხვები ვიძახე. საათის ის ხო, კითხვები. რეგლამენტის გარშემო გაქვს კითხვები? აი. ხო. დღის ეს იგი გარშემო გაქვს კითხვები? არა, შეთანხმებულებია. მოულოდნელი ხო არ არის ეს ისეთი რაღაცა რომ აუმე ამ თემაზე მონაწილეობას მიიღება ამ ფორმატში. ხო არის ესეთი რამე? კი ბატონო. შემოგდავარდეთ კიდე დავიწყოთ უჯრედობა აქედან და გრიგორიოს გამოსვლა ყველა კითხვაზე. შო. სხვა რამე კითხვები არის კიდე ხო არ არის? თავის დროში ხო, ამას თავის. ოკეი? ანუ თემა ჩვენი დღევანდელი დღე რეალობა. ხო, არსებული რეალობა და ჩვენი როლი და ადგილი მასში. თუ დროა, შეიძლება კიდევ დავაკეთებდეთ პრობლემა. ყველაზე ფული როლი აქვს სოციალურ. ბატონო, იმიტომ დამზადია. ხო, სხვადასხვა წამდა ხო. როდესაც თქვენ გავს არაბიას, როდესაც თქვენი იწება, ჩვენს მეგობრებს უთხარ, ვინ ვარ? მე ნიკოლოს იკაუძე, თემო იკაუძე. გახლავართ? და ჟურნალისტი და ბატონო მომკაცნეთა ამგვარი მაგის ინიციატორი. ოკეი? ბატონო შოშო. თუ ჯერ კუთი და ვერე. გაიმეორეთ კიდევ ერთხელ მიბრძანებით მე ვარ გაბრიელ უჯაშვილი გარდავის რაიონის სოფელი მარტყოფიდან და დამკლავად საშუალო დამთავრების სკოლით. ნუ რა ვიცი ესეთ სიტუაციაში მე პირველად ვთქვარ და რა ვიცი მე ვინმე რომ თავში შევიგავებ ამ ყველაფრისგან და მოვისმენ თქვენსაც ამიტომ დიდხანს ხარ ჩამოყალიბებული და დიდხანს არის ეს ჩამოყალიბებული ეს ყველაფერი და ამ ყველაფრიდან გადამხედვარე გამოვიდა ნაც და მე შემოვარ თქვენთან კონტაქტში. ასე ჯობია მე მგონი. შეიძლება გადაი. ხმამაღლა? მარტყოფიდან პროფესიული სასწავლებელი მაქვს დამთავრებული ვარ ასე ლეიბორისტული პარტიის წევრი, პოლიციის თავმჯდომარე, გარდაბნის და კოორდინატორი. დავიცინდი გადმოსცემთ და ისა ბატონო ლაშა, ერთი წუთით ესე იგი თქვენ ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე ბრძანდებით გარდაბნის ხო ესე მივხვდით?
გარდაბნის პოლიციის საბჭოს თავმჯდომარე. გარდაბნის პოლიციის საბჭოს თავმჯდომარე. და ლეიბორისტულ პარტიას ჩემი აზრით უნდა ქონდეს თავისი შეხედულებები არსებულ რეალობასთან დამოკიდებულებაში. ანუ და იმას საკითხს მე არ გექნება მაგის საშუალება რომ ვისაუბრო. კი, როგორ არ გექნება მე, მაგრამ ახლა უკვე გაქვს. კეთილი თქვენინება. ხო, რა ვიცი, მე გავაგრძელოთ. კეთილი. ბევრი გვაქვს ნამდვილად ასე. გახლავთ გამოგაკუთვნილ გურიიდან რიგით. ესე იგი აქვს ასეთი წინადადება. ჩვენ ქართველებს გვაქვს ასეთი რაღაცა. მობრძანდი ისალება რა. ხო და აქვს ასეთი წინადადება, ესე იგი რომ შევქმნათ ჩვენი ერთობის სივრცე. ბატონო მამკა, არსებული რეალობა. დიახ, არსებული რეალობა დაგვიხატეთ. არსებულ რეალობაში, ესე იგი თემა გავანალიზოთ, სად ვართ, რა ვჭირს, რა პრობლემა გვაქვს? დიახ, ხო არის თემა რა? კი. შენ გესაუბრე ისა. ვივიღოთ ესე იგი არსებული რეალობა და ჩემი როლი. კი ბატონო. ესე იგი რაღაცა, რომელიც ჩვენ ესე იგი ჩავთოთ სივრცე ან Facebook-ში, ან გამოვაქვეყნოთ, ან პრესაში, ან რა მნიშვნელობა აქვს რა? ესე იგი დღეს ტექნიკა ისეა, რომ რა მნიშვნელობა აქვს, მაგრამ შენ სად იქნები აზრი თუ გაქვს თავში ტელეფონში შეატარებია გაცმა დედამით რა. ეს რა მნიშვნელობა აქვს საიქნები შენ, ეგ იქნება. როცა სივრცე შეიძლება, ხო? და მაქვს ასეთი წინადადება, ესე იგი რომ გამარჯობა ერთობაში, ესე იგი ისე რომ იქნება ლოზუნგივით მობრძანდით უკეთესი მომავლისთვის რა. და ჩვენ ამ არსებულ რეალობაში ჩვენი რაც იქნება, აი მიმდინარე მოვლენები მაგალითად, იმას შევხვდებით სწორად და დავიწყეთ ამის განალიზებას რა. აი მაგალითად მოხდა ეს რაღაცა იმან ეჩუბა. იმან ეგრე არასწორად უთხრა რა. და ჩვენ შევქმნით ჩვენი ერთობა ამ იმაში. ესე იგი ჩავთვით ეს სივრცე. ხო და ეგრე მაგალითად ინტერნეტი ხო იქნება, ინტერნეტი ხო გვაქვს სახლებში არა? სახლებში გვაქვს ინტერნეტი. აი ამ ადამიანმა და შემოვიკრიბოთ, ესე იგი გავარჩევოთ რა ქვეყნის მასშტაბით, მობრძანდით უკეთესი მომავლისთვის. მივიღოთ საუკეთესო რჩევები. ხო? მივიღოთ საუკეთესო რჩევები და შევხედოთ რა რეალობას, ესე იგი ჩავთოთ სივრცე. აი ასეთი წინადადება მაქვს მე თქვენთან და მე მინდა მოვისმინოთ თქვენი პასუხი, ესე იგი როგორი იქნება. აი შენ თქვენთან ბატონო ნიკო კიდევ შეკითხვა რომ ესე იგი ეს რეალობა აი ჩვენ ხო გვექნება ინტერნეტი სახლებში ხო გვაქვს ინტერნეტი ესე იგი ჩავთვალოთ ჩვენი სივრცე და ასეთი რაღაცა იქნება გამარჯობოთ ერთობაში ესე იგი მისალმება ყველას მობრძანდით უკეთესი მომავლისთვის, ესე იგი მობრძანდით რა გახდილია უკვე რეალობა შენ მაგალითად ძე გამიჭირდა მოხიდა იმას დააყეს იმან ეგრე გეიცა იმან ეგრე რატო მობრძანდი აგერ და შევქმნათ ერთობა რა ჩვენებული ერთობა გავაღვიძოთ ერთობა აი გაუტანობა ზოგი ეგრე მაგალითად არ უნდა იმას იგი აზრი და შენ აქ აზრი ადამიან და არ მინდა შენი აზრი ამბობდა ჩვენ აი ერთობაში შენ არ გინდა აზრი აი ყველა უნდა დავინახოთ ვის არ უნდა აი აზრი და რატო არ გინდა აი აზრი მაგალითად ხო ერთი ძახის ეგ გახლეჩით რა ფაქტიურად საქართველოს ერთი ძახის ეგ მივალო მეორე აგერ მივალო მესამე ეგ მივალო გამარჯობა მოგზავნი და დაგვანახოთ ერთობაში მინდა რა ის გაკეთებელი ხარ აი ასეთი წინადადება მაქვს მე. ჩემ და მე გისმენთ თქვენ ახლა აი ამაზე მინდა თქვენი ან დასტური მინდა თქვენი. მე ავი დავთავრე და თქვენ ბატონო ზურაბ შეიძლება გავდეთ. საერთოდ აი ეს კითხვა მაგაზე აქტუალური მაგრამ ახლა ჩემი აზრი რა არის ჩვენ საიდან მივხვდით ძიება ვინ ვართ ადგილი ოჯახში ადგილი გარდაუწრეში ადგილი სახელმწიფოში თუ სახელმწიფოს ადგილი წყალწოკლებში ჩემი აზრი ესეთია რომ
ჩვენ ვართ ერთი სოფლიო ერთიანი სისტემის უკვე გარკვეული ნაწილი, ჩვენ თუ არ ვიცით იმ ერთიან სისტემაში ჩვენი ადგილი, დანარჩენ აი ქვემოდან 20 რიგებას ჩვენ ვერ დავიწყებთ, იმიტომ ის ცენტრალური სისტემა, რომელიც ჭრია ორგანიზაციაზე გარკვეულ პასუხისმგებლობას იღებს, ისაა განაწილებული, ის ანაწილებს მე ჩვენ მდგომარეობას ამბობთ, მაგალითად ორგანიზმში უჯრედის მდგომარეობას მთლიანობა განაპირობებს. ეს უჯრედი სად უნდა იყოს, რა უნდა გააკეთოს. ამიტომ უჯრედი ინიციატივას ვერ აიღებს, რომ ორგანიზმი შეცვალოს. ის ამის ნაწილია. ამიტომ საკითხი ასე უნდა იგრძელოს, სამწუხაროდ არ დგას ასე საქართველოს საკითხი, საქართველოს საკითხი დგას თავის ღობის მიღმა, იქ რა ხდება და იქ თუ რამე ხდება, გონია რომ იმაზე რეაქციას გააკეთებ, ეს რამეს გადაწყვეტს, ეს გადაწყვეტს აი ამ წუთში, მაგრამ მეორე წუთში რაღაც აგვიძება და იმას მთლიანად გადაკეთება. ყველაზე დიდი პრობლემა არის ზნეობრივი რღვევა და ფასეულობების აღრევა. ვინ ვართ, რა გვინდა ისტორიასთან გვაქვს კავშირი საერთოდ თუ არა. თუ გვაქვს დაკავშირები გვაქვს და თუ არა გვაქვს რამ გაწყვეტა. აი ეს კითხვებია მთავარი. და ამ კითხვებზე 5 წუთში ახლა მე ვერ ჩავედები, ვთქვათ რა საინტერესო თემა თქვა, მაგრამ არა, მე ვამბობ, რომ მე ამას 5 წუთში ვერ ჩავატარებ გამორიცხული, რომ მე ვამბობ, რომ ჩვენ გვაქვს ამაზე პასუხი. და თუ იქნება ინტერესი საგანი, ეს უკვე რეგლამენტის მერე. მანამდე 5 წუთში ამას უბრალოდ ვერ ჩავატარებ. არსებობს გარკვეული დამზოგადება, რომელიც მეცნიერმა აღმოაჩინა, ეს საქართველოს მეცნიერმა, იმ კანონით ხდება პროგნოზირება, ჩვენ გონია რომ ჩვენ რაღაცას ვწვევთ ადამიანებს, არა? და არჩევანი გვაქვს, თლადაზე არ არის. მაგალითად, ადამიანი დედამიწაზეა, ხო? სანამ ფრენა შეძლებდა, მანამდე მისი არჩევანი იყო დედამიწის ზედაპირზე გადაადგილება. მეტი არჩევანი კი გონია რომ შენ თავისუფალი არჩევანი გაქვს, მაგრამ ეს თავისუფალი არჩევანი არის დედამიწის ზედაპირზე შეერვა, მეტი არ არის. ზოგი შენ ზის სისტემის ნაწილი ხარ და იქ ხარ ჩაკეტილი. ეხლა ამის გარდა როგორც კი შენ გახსნები თქვა ამ სისტემას, შენი არჩევანი ძირდება, მაგრამ ყოველ კონკრეტულ მომენტში ადამიანის არჩევანი შეზღუდულია. იმიტომაც არსებობს არჩევანი. თუ რო არ იყოს შეზღუდული, არჩევანი ჩაგეჭირა, აღნიშნა ყველაფერზე აღეკეთებ, ანუ ღმერთი ხარ. ამიტომ ადამიანს აქვს იმიტაცია, ცდარი წარმოდგენა, რომ მისი არჩევანი მეურვემეცნიერს არ წყვეტს. შენი არჩევანი გამოგიდებულია იმ ინფორმაციაზე, რაც მოდის შენამდე. და შენ ინფორმაცია შეკეთებ არჩევანს. რადა ინფორმაცია აღნიშნა, რომ აქ გარკვეული წესით მოგეწოდება. და ამ წესები უნდა მოვაპარაკო, რა წესი ხდება. პირველად მოხდა მსოფლიოში, რომ შესაძლებელი გახდა ადამიანთა ქცევის ოღონდ დიდ მასშტაბებში, სახელმწიფოები როგორ მოიქცევია 20 წლიან, 50 წლიან, 8 წლიან პერიოდში. პრინციპში უსასრულოდ. აღმოჩნდა გარკვეული წესი, რომელიც გასაუბრებს სახელმწიფოთა ქცევებს. ეს არის იმხელა ინსტრუმენტი დღეს ქართველების ხელში. რომ აი ქართველების გონიერებაზეა დამოკიდებული უარყოფს თუ თქვათ გარკვეულწილად მონაწილეობას მიიღებს ამ წესის ეს უნდა დავაცნოთ სოფლიოს და პრობლემა ეს არის. რომ ძალიან ჭირს მეცნიერებთან კონტაქტი, ძალიან ჭირს რომ ვინც ამ სოფლიო თქვათ ეკონომიკას, პოლიტიკას, განსაზღვრავს ან კონკრეტულად რეკომენდაციებს იღებს. იმ ხალხთან დაკავშირება არის უთუეს პრობლემა. ძალიან ბევრი მომკითხავი ყავს, იმეილს გაუგზავნის, სელექცია ხდება, ისე ყრიან, რომ ნახევარსარდლობენ, თავისი სტანდარტები აქვს, რამდენი წინადადება უნდა იყოს. ერთმა გენიოსმა შეიძლება ერთ წინადადება შაატიოს უზარმაზარი გამდა, შენ ამით რო გასვლა, რას ხარი გასმა. ამიტომ ეს ძალიან რთული პრობლემაა. კაი. მე დავასრულე.
მეორე 5 წუთი თulis საჭიროდ მეორე 5 წუთი ხო? არა, არ გამოვა მაინც მეორე 5 წუთში. კი ბატონო, იქნება ინტერესი უფრო მერე დაყო. კი ბატონო. მოგესალმებით, მარეს ბეჟანიშვილი ფილოლოგი. რა შეიძლება ითქვას, ჩემი აზრით, ჩვენ როგორც ასეთი თუ ამას ქართველებს ეკავართ, რეალურად ვერ ვაფასებთ დღევანდელობას და აქედან გამომდინარე 10 რული გვაქვს და 10 ადგილი. ეს ჯერ უნდა ვისწავლოთ რეალურად დავინახოთ ეს ყველაფერი რა ხდება დღევანდელობა. გავაანალიზოთ და ამის შემდეგ უკვე შეგვიძლია ჩვენი როლი და ადგილი მოვიპოვოთ. რაღაც გზებით, რომელიც ვფიქრობ, რომ არის გარკვეული რესურსები არის როგორც ჩვენში, ისე მსოფლიოში, რა თქმა უნდა, გარშემო. მადლობთ მეტი განაჩენი შემდეგისთვის. ლია კიმბერგი 51 წლის ვარ და ეს გამოცდილება რომელიც მივიღე ჩემი ასაკიდან გამომდინარე იმდენად ესე იგი შეცვლილია ახლის განმავლობაში რომ შემიძლია ვისაუბრო მხოლოდ იმაზე დღესდღეობით რაც ვფიქრობ. მართლა რომ რეალობა რომელსაც ხედავს ყოველი ადამიანი აბსოლუტურად განსხვავდება, ამიტომ შეუძლებელია ჩემთვის ყოველ შემთხვევაში საუბარი იმაზე, რაც ფიქრობს ან ქართველი ხალხი, ან ნაწილი ხალხისა. მე ვიცი რომ საქართველოში არის ხალხი, რომელიც ძალიან კმაყოფილია იმ ქვეყნით, სადაც ცხოვრობს. ძალიან კმაყოფილია თავისი ცხოვრებით, ხედავს ყველაფერს, რა ვიცი, ვარდისფერს, მასში, ფერებში და არის ბედნიერი. მაგრამ არის ადამიანი, რომელიც ჩვეულებრივ იღებს დღევანდელ დღეს, ოღონდ საშუალოს. არის ისეთი, რომელიც მუდმივად არის უკმაყოფილო და მუდმივად წუწუნებს და თვლის, რომ რაღაც საშინაო ადგილას დაიბადა და არის უკმაყოფილო. მე შემიძლია ვთქვა მხოლოდ ის, რომ მე ამაში დავწუნდი, მე ასე ვხედავ დღევანდელ დღეს, მე ასე ვხედავ ხალხს. შემიძლია ვილაპარაკო იმაზე, რა როლს ვხედავ ჩემს როლს დღევანდელ დღეში. დღევანდელ დღეს. მე დავწუნდი იმაში, რომ ის რეალობა, რომელსაც მე ვხედავ, დამოკიდებულია მხოლოდ ჩემზე. მე თუ ვიცვლები, იცვლება რეალობა ჩემს სიკვდილით. მე ადრე წუწუნებდი, ვხედავდი ყველაფერს უარყოფით ფერებში. მე მეგონა რომ ვიღაცა არის დამნაშავე იმაში, რომ მე თქვა რაღაცა მაკლია. მე მუდმივად ველოდებოდი, რომ ვიღაცა რაღაცას მომცემს, დამეხმარება, თქვათ ვიღაცაზე ვიყავი დამოკიდებული, ასე მეგონა. მაგრამ ღმერთს მადლობა, გავიარე საკმაოდ ისეთი სერიოზული გზა, განვითარების აეწყობა ჩემმა პიროვნებამ, რომ ეხლა სხვანაირად ვხედავ ამას. ეხლა მე რეალურად ვხედავ, რომ როდესაც მე ვცვლი მიდგომას ამათვენ საკითხზე, როდესაც მე გარკვეულ ძალისხმევას ჩავდებ რაღაც საქმეში, გზები ჩემს წინ იშლება, შესაძლებლობები ჩემს წინ იშლება, რეალობა ჩემს წინ აბსოლუტურად იცვლება. ეს მოხდა რამდენიმე მიმართულებით, ამას ვაღნიშნევ ყოველ წუთას ჩემს ცხოვრებაში. მე ვხედავ როგორ იცვლება ის ადამიანები, რომლებიც ანალოგიურად აზროვნებენ და მე დავსმოდი იმაში, რომ ყველაფერი ჩვენს ხელთაა. ჩვენ უბრალოდ უნდა მოვინდომოთ, რაღაცა დავინახოთ სხვანაირად, ჩვენ უნდა მოვინდომოთ, მოვისმინოთ სხვისი აზრი. მე უნდა ვიყო მიმართული იმისკენ, რომ აი ეს ჯანსაღი რაღაც, გინდა აზრი, გინდა ქმედება, გინდა ქცევა, სხვა ადამიანში, გარემოცვაში შევამჩნიო, მოვინდომო, რომ შევიცვალო ისეთნაირად, ხო, რაც ჩემთვის არის ამ შემთხვევაში იდეალი. და მაშინ ეს შემოვახვდა ჩემს ცხოვრებაში. მე თუნდაც ფიზიკური შევიცვლები, მე თუნდაც სულიერად შევიცვლები, ჩემი ყოფა გაუმჯობესდება, ყველანაირად შემიძლია შევცვალო გარემო. და ბუნებრივად გავხდა უფრო ბედნიერი, ვიდრე თქვა შემიყავი. კაი, ჩემი გერგელია, ხო? და მე შეიძლება ვერ მომო. ხო. აი მანამ სანამ თქვენ გისმენდით, სულ ამერია თავში ყველაფერი. მე თემურ მიქაუძე ვარ, ადამიანი რომელსაც თავში ყველაფერი ერევა ხოლმე და ამჟამადაც ისეთი დამემართა.
რა გჭირს? არსებული რეალობა როგორია? მე მგონი გჭირს ზუსტად ის, რომ არ ვიცით რა გჭირს. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ეს არის. ჩვენ ვართ რაღაც ზედაპირული ხალხი, საკუთარი გამოსვლებიდან გელაპარაკებით არაერთი. რომელმაც ვიცით სხვას რა ჭირს, ვიცით სხვას რა აკეთია, როგორ უნდა მოიხსნეს იმისათვის, რომ მე კარგად ვიყო, მაგრამ წარმოდგენა არ აქვს ჩვენ რა გჭირს, რა უნდა გავაკეთოთ და ჩახედოთ არ გინდა საკუთარ თავში, იმიტომ რომ დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენ ვართ დედამიწის ცენტრი, დედამიწის სამყაროს ცენტრი ვართ და იზიანდებით, ნერვიულობთ, ვრაზდებით, ვაგინებთ, ვლანდრავთ, თათხავთ ყველას, ვინც გარიქცევა ისე, რომ მემესეულებს. იმ შემთხვევაში თუ ჩვენ კონკრეტულად მოვემზადებით იმისათვის, რომ ჩავხედოთ საკუთარ თავს, რა ხდება და რა როლს თამაშობთ გარემოცვასთან, საქართველოსთან, სამყაროსთან მიმართებაში, რა როლს თამაშობთ. აი აქედან გამომდინარე შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენი ფუნქცია. ნუ კომენტარი არ უნდა გაკეთებულიყო, მაგრამ ძალიან მომეწონა მარაშლის გამოთქვა მოსამომეში. პირველი ჩვენი პრობლემა ის არის, რომ არ ვიცით რა პრობლემა გვქონდეს. მეორე ლიგას მასაუბრებიდან გამომდინარე, ჩვენ არ წარმოგვიდგენია ეს რომ პრობლემებს ჩვენ თვითონ ვქნით. ჩვენ მგონია რომ ეს პრობლემები მას შეგვიქმნეს და სინამდვილეს ჩვენ თავში არ არის. ჩვენ ვქნით ამ პრობლემებს. სად ხედავთ ჩემ ადგილს? რო რამდენი მაქვს მაგრამ? კიდევ 3 წუთი. რა ჩასაყლავი გაცევა. სად ხედავთ ჩემ ადგილს? იქ სადაც ვარ. იმიტომ რომ ლოგიკურია ადამიანი სადაც ხედავს თავის ადგილს, თუ იქ არ არის, ვერ არის კარგად მისჩა. მე ვხედავ ჩემ ადგილს იქ სადაც ვარ. მე ვხედავ ჩემ ადგილს ინტეგრალური განვითარების ცენტრში, რომელსაც შემძღვანელობ კლიკასთან ერთად და ინტეგრალური განვითარების ცენტრში ზუსტად ამ მიმართულებაზე მედის მუშაობა. ადამიანებო, შევიცნოთ საკუთარი თავი გარესამყაროსთან მიმართებაში, გარესამყაროსთან შევიცნოთ საკუთარ თავთან მიმართებაში. საკუთარი თავი შევიცნოთ გარესამყაროსთან მიმართებაში, რატო? გარესამყარო არის მოცემული რეალობა, შენ ამას ვერ შეცვლი. ეს ღვთისმიერ არის ეს სურათი დახატული. ერთადერთი შეიძლება შეცვალოს შენი თავი. და თუ შენ შეცვლი შენ თავს და უფრო ღმერთმწოდნე, უფრო გაგებული, უფრო სწორად ორიენტირებული იქნები, უფრო უკეთესად იპოვი შენს როლს და ადგილს. და შენი როლი და ადგილი არის იყო ბედნიერი, იყო ჯანმრთელი, იყო წარმატებული ადამიანი, იყო მდიდარი და სიკეთე მოუტანა სხვასაც. ჩავედგეთ როში? კეთილი, მადლობა. და ვისაც გინდა გააგრძელოთ ისე მარცხნიდან გავყვეთ, ბატონო სოსო, ერთი წუთი ბატონო მამუკა, პატივიცეთ. წრეს, თუ გაქვს სურვილი. არა, ბატონო, მეგობროს, ანუ ახალგაზრდას მოვუსმენთ. რა ვიცი, მე დღევანდელ რეალობაში მგონია ისე, რომ ქართველი ხალხი მათენდება სხვას და სხვაზე დამოკიდებული ყოველთვის. ყოველთვის არ არის ქართველი ხალხი და ეს სხვასაც აქვს ნათქვამი და ბრძენი ხალხსაც აქვს ნათქვამი. ქართველი ხალხი რო ერთად იდგეს, რა ვიცი, არაფერი არ გაუჭირდება ქართველ ხალხს. ერთ მუშტად ვეიდიან, მაგრამ ყველა გადის აი ესე გადის რა. ვიტყვი კიდევ იმას, რომ თქვენად ჩამოყალიბეთ, მართლაც ძალიან კარგი იყო, მართლაც ეგრე არის, ვისგან არის დახატული ეს გარემო. შენ თავში უნდა იმუშაო, შენ თავზე უნდა იმუშაო და შენ თავი უნდა თვითონ გადააქმნა რა. შენ თავი თუ არ დაარწმუნე და შენ თავი თუ არ ჩაწახე, სხვა არაფერი არ გამოდის ისე რა. რა ვიცი, ჯობია რომ ქართველი ხალხი იდგეს ერთად, ერთ მუშტად. ყოველთვის უფრო რეალური იქნება, უფრო მე მგონი გამთლიანდება კიდევაც, სხვას თუ არ მოусმენს და სხვის სწავლას არ გაიმართლებს, ჯობია თავისი აზრი ქონდეს. რა ვიცი, მე მგონი ეგრე არის და ყოველთვის არის ვიღაცის არის. აი სხვა თავის სიტყვაზე ჭორაობა. ვიღაცის ნათქვამს ჯობია თვითონ ნახო ის რეალობა რაც ხდება. ვიღაცის ნათქვამი რო გაიგო და იმას მოусმენ. ჯობია შენ თვითონ პირადად ნახო და
დააპირის ყველაფერი. რაღაც მე მგონი. ვთქვათ, მე ვიტყვინოს რომ დღევანდელობა ჩემი განმოსახედიდან პატარა გამოცდილება მაქვს. ხშირად ხდებოდით მოსახლეობასთან. იყო ესეთი შემთხვევა, სადაც ზიანეთში თუ არ ხდები მოსახლეობა გამოვიდა და იქნებოდა გამიშვერო თუ გადი არ გვაქვს. ხონა გამოვიდა ერთი იქვე ის მოდელი ვარაკი არ მოდიოდა, მაგრამ მოვიდა. და არაკითხულობ თუ ის ტრუბები რატო რა გაქვს კუბი. ყოველ წელს ვაფსულობთ. გადის ტრუბები ვიკრასკავენ და გადი არ შემოსულა ტრუბებში რა. და ის საკრასკავენო კაცი მარიცით რა. ის მოსახლეობა ის ფულს ტეხავდნენ რა, ფულს ტეხავდნენ ესე ჩვეულებრივ ხო. იღებდნენ დღევანდელობა არ უნდა იყოს მაგალითად რომ მე რო კარგად ვარ, აი თქვენ რომ მაგალითად ვიღაცას შეა, ხო? არ უნდა იყოს კარგად. აი დღევანდელ თავრობას რატომ უნდა იყოს მაგალითად მოგწონეს დღევანდელი თავრობა. ხო ის რომ სადღაც ვიღაცას მაინც შეა რა. სულ რამდენიერი ვარ, ხო შეგვიძლია ჩვენ მაგალითად რომ აი დავდგეთ აღორძინდეთ მით უმეტეს ყველაფერი გვაქვს ხო ჩვენ საქართველოში. რა გვაქვს? თები გვაქვს, ზღვები გვაქვს, ყველაფერი გვაქვს იმის სულ კარგად ვიყავ. მაგრამ არაფერი არ აქვს. აბსოლუტურად. გარდაბანში ისეთი აი მე გარდაბნის თემით ვიტყვი, არის უმძიმესი მდგომარეობა. აი რაც გავდივარ და მოსახლეობასთან გვაქვს ჩვენ შეხვედრები, ხო ვფიქრობ რომ რა არის ქვეყანა. თან მეორე რა არის, იცით, დღევანდელობაზე მე მქონდა მივიღე მონაწილეობა არჩევნებში. ხო და ან ის არ მომიწია. მან ხმედების რაოდენობა დიდად ვერ ავიღე რა. ხო. აი ახლა მეორედ მოგეცა მაგალითად იმის შანსი, რაც რა მინდა რომ თქვა. მეორედ მოგეცა იმის შანსი, რომ სიტყვაზე კიდევ ვიყარო კენჭი და კიდევ შენ ხარ გულით და იმით ხარ, რომ აი მაგალითად შემიძლია მე რომ ვიღაცას გვერდზე დავუდგე და ყოველ შემთხვევაში ჩვენ რო შანსი მოგვეცემა ადამიანებს, მე გამომჟღავნდება ჩვენ რა ერები ვართ. ახლა მე ვიძახი რომ მაგალითად მე რო არჩეულიყავი ჩემ სოფელს რაღაცას გავუკეთებდი, ამას გავაკეთებდი, იმას გავაკეთებდი, მაგრამ რომ მოვიდოდი მე რას გავაკეთებდი? ხო, ვინ ვიყავი შიგნით იმ მე რა ვიქნებოდი, მე გამომჟღავნდებოდა, თორე ისე დანაპირებით ყველა კარგად აღკვირდება ყველაფერს, მაგრამ რომ მოდიან მე ჩნდება ვინ არის კარგი და ვინ არა. მაგრამ ახლა რო არჩეულიყავი და სიტყვაზე მოსულიყავი, ხო? აი ვინიცობა ახლა კიდე ვიყარე კენჭი და ვერ ამიჩის. რადგან ჩვეულებრივ მე მგონია რომ მართლა შემიძლია რაღაცის გაკეთება ჩემ სოფელში, ჩემი ხალხისთვის შემიძლია რაღაცის გაკეთება, მაგრამ არც მეორეც არ ამიჩის. მე მესამეც ვიყავი, არც მესამეც არ ამიჩის. მე ამ შემთხვევაში ჩემი აზრით ადამიანი გუროთდება. შეიძლება არის ხალხის კატეგორია, რომელიც გუროთდება. შეიძლება მიაღწიოს მე რაღაცას, მე ჩემ თავზე არ მაქვს ლაპარაკი საერთოდ შეიძლება მე მიაღწიოს ადამიანმა რაღაცას და აღარ დასჭირდეს ის იმედგაცრუება კონდეს უკვე აღარ აინტერესებდეს ხალხის ის იმიტომ რომ ერთხელ ორჯერ დაუდგა, სამჯერ დაუდგა ხალხი არის კატეგორიები ჩვენ პარტიაში ბევრი იყო ესეთი შემთხვევა და ბევრი ვერ გავაძლო ამას და პარტიიდან წავიდნენ იმიტომ რომ ბევრი არის დღესაც პარტიაში ისეთი რომ მართლა გული და სული უდევ ლეიბორისტულ პარტიაში მაგრამ ვერ მოდის არ ეძლევა საშუალება იმ ადამიანს რომ გამომამჟღავნოს თავისი თავი და ამიტომ გადა მიდის ან ზოგი გადადის საპარტიაში ან ზოგი იხურებს ხუთს და მიდის სახში რომლებსაც შეესწევთ იმის უნარი ანუ იცლება პარტიული ის არის მაგრამ უბედურება იმაშია რომ აი დღევანდელობაში ჩვენ რო გავიხედავთ ახალგაზრდები ყველანი მოსული პონტია ჩვეულებრივ აღარ აქვს უკვე აღარ მილიცია თუ რა ვიცი რა ხდება დალევა ჩვეულებრივი ამბავი გახდა ახალგაზრდებში აზერბაიჯანი ამბობს რომ გაიმარჯვებს ყოველთვის თავრობის წარმომადგენლები. ხო? ანუ არჩევნები ხდება, საკადო ეხლა მაგალითად ვადამდელი არჩევნები. ხო. აზერბაიჯანული სოფლები მთლიანად საქართველოს მასშტაბით მოხს ლაპარაკი, არავინ არ აირჩევს
მაგალითად ნაციონალური მოძრაობის რომიღაც წევრს. აირჩევენ ქართულ ოცნებას. აი მაგას ვამბობ ეს. უფლება არჩევენ არ აირჩევენ. რატომ აირჩევენ ჩვენგინა? თვითონ რაც უნდა ეს არის ზუსტად. თვითონ არ უნდა. არ მაშია საქმე. თვითონ კი არ უნდა. უნდა ისინი ხარ აირჩევენ ხელისუფლებას წარმომადგენლებს. მაგრამ ეს არის მართლა. აი მოშეთ უკაცრავად გვერევა თუ აგვერევა პრობლემა არ არის ამას დავდე პირდაპირ ყოველგვარი შელამათბერი კომენტარები აკეთეთ თქვენ ამდენ წინდათ ეს არის ჩვენი ქართული რეალობა გამიგეთ რასაც ვლაპარაკობთ ის კი არ არის რეალობა არის ის რასაც ქმნით როგორც ვიქცევით ეს არის ჩვენი რეალობა ამიტომაც ჩვენ შეგვაფასებს ჩვენი საქციელი პრობლემა არ არის არავის არ უწუნებს საქციელს ყველაფერი ისე უნდა იყოს როგორც არის მაშინ ჩემი ჯერია და მე თქვენი ჯერია კი ბატონო და რამე პრობლემა წარმოიშვა ისეთი რომელსაც აქ ფუნდამენტური მიზეზი რა გაგებთ ისე არის რაღაცა რასაც ადამიანი შეცვლის თავის თავში მაგრამ არის რაღაცა ვერანაირად ვერ შეცვლა მიუხედავად იმისა რომ დიდი ენერგია შეიძლება ჩააქცევოთ აი მოდი ესეთ მაგალითს მოვყავ რომ მარტივი დასაგებია იყოს რომ ადამიანი მოქმედებს თავისი წარმოდგენის შესაბამისად ამას უფრო ზუსტი ტერმინია განწყობის შესაბამისად თუმცა წარმოდგენა არ არის საკმარისი ეს როგორც არ განწყობილი გარემოსულად იმის მიხედვით მოქმედებს თუ შედის არახან სუპერმარკეტში ხო ჩავთავაზოთ სუპერმარკეტი არის სინამდვილე ხელი თავისი მოწევია სინამდვილეში უამრავი საგანია ადამიანები ყველაფერი მაგრამ შენ იქ ყველაფერს კი არიჩევ იმას რა შენი მოთხოვნების საგანიც რაც არის მიუხედავად იმისა რომ ეს უამრავი სიმრავლეა ამიტომ ასე თქვა ადამიანი შენ რო შენ თავსაც აღვიძები და შენი თავის შეცვლა გინდა იქაც კი შენ რაღაც მომენტებს ამჩნევ ყველაფერს ვერ ამჩნევ ანუ შენ არ შეგიძლია ცვლიანად შეცვალო შენ თავს ეხლა იმ ნაწილს მიუახლოვდები რაც არის პრობლემა მე უბრალოდ იმას ვერ გავაკეთებ რომ არ მეყოფა მაგრამ რა არის ქართულ ხასიათი მე ჩვენ ერთმანეთისგან გაგვაქცევნებს სხვადასხვა მარტივი აი თქვენ ერთობა გვინდა ხო და ამ დროს ხდება სულიად საპირისპიროება და რა ხდება ეს არის ისეთი მახასიათებელი ჩვენ ფსიქიკაში რომელსაც ამას აი თქვენ ჭუის გარიგებით ახმით გამართებით ამას ვერ შეცვლი რა არის ამის მიზეზი ქართველები არიან სპეციფიკური ადამიანები განსხვავებით სხვა ერებისგან რომლებიც აზროვნებენ ალტერნატიულად ანუ შენ რო იტყვი რაღაცას მე აუცილებლად მოვძებნი იმის შესაძლო ვარიაციას რაღაც სხვა განვითარებას შენ რო მეუბნები ეს ასეა მე ვამბობ რომ ასე არ არის მე მინახავს რომ ეს ასეც არის და ესე ჩვენი ფსიქიკა ორიენტირებული არის არ გამოვტოვოთ ის შესაძლებლობები როგორც შეიძლება განვითარდეს დინამიკა მაგრამ ახლა სომხები როგორ არის ბრებრები სომხები აზროვნებენ ესე მე რასაც გავაკეთებ დღეს ის რაღაც შედეგს მომცემს სხვა მე იმას დაემატება რაღაც შედეგი იმას დაემატება რაღაც შედეგი და ამ შედეგებს დავაგროვებ და მე კიდე გავაკეთებ ახალ შედეგს ქართველი ესე არ აზროვნებს ამაშია ამას ამდენ ეხლა ჩვენ შეიძლება ტრენინგები ჩავატაროთ ადამიანის ვარსკვლავით ეს მიზნური მოქმედება უსმენთ როგორც სოფელი მოქმედება აი დღეს გავაკეთეთ რა ჩავიწერეთ ესე გავაკეთეთ ან ამერიკელებს აქვს ასეთი მეთოდიკა რომ მოდი დაისახეთ მიზანი რისი გაკეთება გინდა და დაწერეთ ეს მიზანი დაწერეთ მიზანი მე დავუშვი წარმოდგენაში შენსავე წარმოდგენაში ისე რამდენ რა პროცენტი შეიძლება ეს მიზანი განახორციელოს ხო 20% ხო უსმენთ ვარ მაგის წესების თანახმად სხვისას მიზანი შეიძლება დაისახოს ძალიან და შეასრულოს და დაინახო აღწენა შენ წარმოდგენასა და იმ შენ გასაშვებულ ცდომილებას შორის რომელიც თავიდანვე დავუშვი და შენ ამბობ 20% შემეშლება და რომ გააკეთეთ საქმე აღმოჩნდა 50% შეგეშალა. რამდენჯერ უნდა გაიგებო ესა და ნამითი დაადგენო.
შენი განწყობის სობილების პროცესი. რამდენად მძლავია შენი ქცევა. ეს არის ერთი გზა. მაგრამ ის კაცია გასწავლეთ მე როგორი დამოკიდებულება ქონდეს ბიზნესთან, ბავშვებო მოცნებას დაისახა. იქ რამდენი პროცენტია ემოცნებინა შენი დასაშვები ალბათობა ან ბიზნესზე დაისახა და ამით შენ შეთავაზ ეს არის გზა. მაგრამ რამდენი წამსა ვიცოდი ამ გზაზე ჩვენ ეს ვერ მოვასწრებ. არ მოექცევა კაპიტალ. შეიძლება შექმნას გარკვეული ჯგუფები, რომლებიც აუცილებელია კლასტერები, რომლებსაც ამგვარი უნარები ექნება, მაგრამ ეს არ გავრცელდება ერთზე. დარჩენდა ის რაღაც კონკრეტული სტრუქტურა, რომელსაც შეიძლება გარკვეული გავლენა ჰქონდეს და მე მიიღება. იმიტომ რომ ქართველი კაცი თავისთავად ვერ უარყოფს ეს ყოველთვის სხვადასხვა ისტორიაში ამან გადაარჩინა ქართველი ხალხი, ერთ აზრზე არ ეყრა. იმან კი არა რომ ერთ აზრზე მინდოდა, ერთ აზრზე რომ დამგარიყო ამ რეგიონში ქართველი ერთიანად მოსვლა. ჩვენ რატო არა ვართ დათმის ობიექტი, პირდაპირობის ობიექტი და აღების ობიექტი. გარშემო ჩვენი სამეზობლო ვიყურებ და ხედავ ჩვენ გიჟებიოთ და ყველა რა იმედი რომ ამ რეგიონის თანდათანობით დაკარგვა შეიძლება ამიტომ არა აქტუალური შენ ერთად გადაკრა. საკმარისია შენ განვიდე და მონოლითური გახდა და ყველასთვის გაშკერდა ეს სტიმული დახრებადა. პირველი მინდა გაქა. ეს ეხლა ეს გომარება ჩვენ გვაძლევს შანსს დრო მოვიდოთ, თორე სხვა ეს არ არის არსებობისთვის გადარჩენის ფორმა. ჩვენ რა მოვიდოთ და გამოიცა ეს გვარი მაგის წესებია მოვისმინოთ. კითხვა შევიდა დასო. ამათია თორე მე თანახმოვარი ბატონო. პირველი 5 წუთი მოიწურა თქვენ დრო გქონდათ. მოგეცადოთ? თუ მოგოთ კიდე მოგცემთ, პრობლემა არ არის. უბრალოდ კამათში მუშაობთ. მოვისმინეთ დიდებული აზრი, ხო? აი ამ დიდებულ აზრს მოვფრთხილდეთ, გავიაზროთ რა თქვა ამ კაცმა, იქნება რაღაცა ჩვენი ტვინის უჯრედები დაწიოს, ან არ დაწიოს, ამ პირიქით მოგვინდეს რომ მას ავაწევინოთ უჯრედები შეიძლება არ უმუშავებს საკმაო რაოდენობით, მაგრამ ყველა შემთხვევაში ვეცადოთ რომ გამოთქვა აზრი დავასრულოთ, მოვიკამათებთ. შემდეგი, გაბატონო მარეხ. მე მგონია იმას რომ ახლა უკვე პიროვნებიდან გამომდინარე, ყველა ძალიან გვინდა რომ ვიყოთ კარგად. ზოგი არის, ზოგი არ არის და სამწუხაროდ უკმაყოფილოა და რა თქმა უნდა საკუთარ თავს არ აძლევს ამას. ამაზე სამწუხაროდ ყველა ხედავთ და თავდებით რომ ასია. საქმე ალბათ რა ვიცი, გვინდა რომ კარგად ვიყოთ და თითქოს აი გვიზარება. ამისათვის რამე გავაკეთოთ. არც რაღაცა დამოკიდებული ან გარემოებაზე ან სხვაზე. თითქოს აი ჩვენს გასაკეთებას ყოველთვის გააკეთებს სხვა. როგორც მე პიროვნება, ასევე ეს ასეთი მიდგომით არის. და გონიათ რომ აი ვიღაცა ყოველთვის უშველის. იქნება ეს ღვთისმშობლის წილხვედრობა, თუ რა ვიცი, უფლის იმედად ყოფნა, თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ნუ ან ამერიკის იმედად ყოფნა, ან ვიღაცა რუსეთის იმედად, ვიღაცა მხოლოდ საქართველოს იმედად, ან ვიღაცა თვლის რომ საქართველოს თავისი ძალებით შეუძლია ეს. მაგრამ არავინ არ არის საკუთარ თავის იმედად სამწუხაროდ. ნუ ვიცი, მე ასე ვხედავ ყოველ შემთხვევაში და აი ეს თუ შევცვალეთ რაღაცნაირად, მე უკვე დავინახავთ ბევრი ისეთ რამეს, რომელიც მანამდე არ ჩანდა და აქედან გამომდინარე მოვეძიებთ იმ შესაძლებლობებსა და ასე ვთქვათ, ინსტრუმენტებს, რის საშუალებითაც განვახორციელებთ ჩვენთვის სასურველ, რა ვიცი, ან დავიმკვიდროთ ადგილს და შევაცვლებთ ჩვენს როლს, ფუნქციას მოგვეცემა ასე ვთქვათ. რა ვაგზავნებდი ალბათ აზრს, მეთანხმები იმას, რომ ჩვენ მომიძიოთ პრობლემას საკუთარ თავში, ანუ ზოგ ადამიანს მათგან ზარმაცე ვერ ძრავს ადგილიდან, ზოგს თავისი წარმოდგენები, ზოგს ის რომ გონია რომ თქვათ ნაწილი არის მაგა საქართველოსი ან რაღაც
საზოგადოების რომელიც თქვათ ვერ მიდის წინ ან შეიძლება მას კომფორტულად გნობს თავს ამ საზოგადოებაში რომ არც თulis საჭიროდ რომ არ უნდა განვითარდეს ან რაღაცა უნდა შეცვალოს ახლა თუნდაც ჩვენთან ისეთი ტრადიციები არის რომელიც სუფრები გაუთავებელი და ერთმანეთის ხება და რაღაცა რაც კი არის, კაი ცუდი ამაში არაფერი არ არის. თუ დავჭით იმ დონეზე, რომ იმის იქით ვეღარ მივდივართ, უბრალოდ ერთმანეთს მოუწოდეთ რა მაგრები ვართ და რა ყოჩაღები ვართ და სინამდვილეში მთელი დღის განმავლობაში ჭიქების ჭახუნის მეც ვერაფერს გავაკეთებ, ასე ვერ წავალთ ნამდვილად შორს. და ცხადია, ახლა ჩვენ გვაქვს ჩვენი ასე ვთქვათ სტარტი, რომლიდანაც ვიწყებთ წინსვლას, მაგრამ ახლა თუ ადამიანი არ მიხვდება იმას, რომ რაღაც გზა დასავლელი და რაღაცა უნდა შეცვალოს უკეთესობისკენ. ხო, ანუ თავის ცხოვრებაში რომ იგივე თქვათ მეზობელი თქვათ ხვალ პოლიგარიში არ იყოს, უკეთესად იგრძნოს თავი ან თქვათ ის რაღაც მინდორი არის, სადაც მე შემიძლია რაღაცა მოვიყვანო ჯანსაღი პროდუქტი, რომელიც თქვათ არ არის და ჩემი უკმას ყოფნა არა მაქვს სამუშაო, ხო, თავაზე რაღაცა გავაკეთე. მოვიფიქრე რა შემიძლია ჩავდო, ხო, იმის ნაცვლად რომ უბრალოდ ფეხი გადაგებული ვიჯდე მთელი დღის განმავლობაში, იქნებ მოვიფიქრე რაღაცა შემიძლია შევქმნა ჩემი ხელით, ფეხით, ტვინით, რაღაცა რაც საკითხებს მომიტანს მე ჩემს მეზობელს, ჩემს ახლობელს, რომელიც თქვათ გაჭირვებული არის. ასეთი აზროვნება თუ შემოვიდა ჩემში, თუ მე აქამდე ასე ვფიქრობდი, მე ვთვლი რომ ეს იქნება საკმაოდ ისასწორებელი ნაბიჯი. ან კინო პატარა იყოს, რა ვიცი, რა შესაძლებლობა გამიჩნდება ხვალ. და მე ასე ვფიქრობ, რომ თუ ჩვენ თუნდაც ახლა ქართველები ჩემი გარემო, ხო, დაიწყეს ასეთი ხარ, მნიშვნელობა ეს იქნებიან. სომხები თუ აზერბაიჯანელები საქართველოს ნაწილი არიან, ისინიც ყველანი ვართ, ხო? ამას არ აქვს მნიშვნელობა. ყველა ადამიანი ჩემს ირგვლივ თუ დაიწყეს ასე ფიქრს, მე ვფიქრობ, მე უფრო გავყარდები ჩემს აზრში, რომ ეს შესაძლებელია და მე დავინახავ იმ შეცვლილ გარემოს. და შეიძლება ნამდვილად აღარ იქნება, თქვა, მოშიებული ადამიანი, უკმაყოფილო ადამიანი და ყველანი ერთმანეთს უფრო გაუზიარებთ საქმეს რაღაცა. Одна უფრო ყოფილი იქნება ვიდრე გუშინ. მადლობა. მე მემართება ხოლმე რა, მეგუნდება მე აზრებს, გულსაზრებს რო უსმენ ჩემი ჩამოსაყალიბო შეულებრივ ბუნებრივი მოვლენა. კიდევ ერთხელ გავუსვამ ხარს რას. ის რომ ჩვენ ამ დღეში ვართ, რა დღეშიც ვართ, მე ეს მდგომარეობა არ მომწონს. არც კერძო ჩემთვის, არც დღეიან სახელმწიფოსათვის, არც საზოგადოებისთვის. ჩვენ გვიწვის იმის გააზრება, რომ ამას როგორც შედეგს აქვს თავისი მიზეზები. და მიზეზები არ არის გარეთ. მიზეზები არის ჩვენი აზროვნების მექანიზმი, თუ ჩვენ ვართ მათხოვრები, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ თვისებების გამო ვართ მათხოვრები. თუ ჩვენ ვართ ხატაკები, ეს იმას ნიშნავს, რომ ამის გამო ვართ ხატაკები. ჩვენი თვისებების გამო ვართ, აზროვნების გამო ვართ. აზროვნება გვაქვს, ვიცის აზროვნებაში. ვიცი რომ ბევრს ჩემი აწყენინებს, როგორც ჩვენ ქართველები ვიცით საზოგადოებაში ჩვენ რო ეფრის თაოსანს წერდით და რაღაცას ჩვენ რო ეფრის თაოსანს წერდით, ისეთი აზროვნება ჰქონდა, რომელიც უზრუნველყოფდა იმ გარემოს, რომელ გარემოში ის ქართველი ხალხი ცხოვრობდა. მიზნობრივი აზროვნება. ხო, მიზნობრივი აზროვნება. ხო, აზროვნება იკითხე ბატონო ყველა სფეროში რაც ლაპარაკობს. მარადონავა ყველა საქმის რა. ანუ ჩვენ თუ იმას გავიაზრებთ, რომ როგორც ვართ მატერიაში ვართ იმის გამო, რომ ისეთები ვართ, როგორებიც ვართ, თვისობრივად აზროვნების მიხედვით, ხო? და თუ ჩვენ შევეცდებით ჩვენი დამოკიდებულების შეცვლას, მაშინ ჩვენ მივახცევთ შედეგს გამოასწოროთ. აი ეს გვიჭირს, ეს არის ჩვენი პრობლემა. მე ეს დავინახე და ამიტომაც ამ საქმეს შემსახურები ჩემთვისაც და სხვისთვისაც. ხო? ანუ კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმას. თუ ჩვენ გვინდა ევროპულად ვიცხოვროთ და ქართულად ვიაზროვნოთ, არ გამოგვივა. ჩვენ ქართულად ვაზროვნებთ, ისე ქართულად ცხოვრობთ. ოკეი? ანუ ის უნდა ვნახოთ, შევადრიალოთ. ჩვენს თავში რა ხდება აქ და მე შეიძლება მაგერია.
აი ეს არის ჩემი აზრი, არავისთან კამათში არ შევდივარ, ჩემი აზრით უნდა გოთმიერებთ, ვადნებოთ მე დავჩებით ჩემ აზრზე, თუ უკეთეს ვინმე აზრს მეტყვის რამეში, დამითანხმეთ, ეხლა სწორია, რასაც ამბობ და შესაძლებელია აი მიზნობრივ მოქმედებაზე პრობლემა საკმაოდ მაგრამ ჩვენ შეგვიძლია აი ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ ჯგუფი, რომელიც იმოქმედებს მიზნობრივად. და ეს ჯგუფი შესაძლოა აღმოჩნდეს საქმენი რაღაც გარკვეული მიზნების გაფართოებისთვის. მაგრამ მე რა თქმა აი თლიანობაში ეს ვერ გავხსენდება და რატო მიზეზია თამაშს. და თქვა მიზანი რა გვაქვს? თუ ამჯერადად მიზანი გვაქვს. კეთილდღეობით მიღწევა. თუ თვითმიზანია მოქმედება. მე მგონი კეთილდღეობით მიღწევა. ო, სხვა არის. კეთილდღეობით მიღწევა ეს აუცილებელი ელემენტია, რასაც თქვენ ძანებთ, იმიტომ რომ ეს ამგვარი ლასტერი თუ არ გაჩნდა ეს არ აქვს უნარი თანაარსებობით, ისეთია, მაგრამ ერთმანეთს გაეცემა. ეს აუცილებელი ლასტერია. ეს უნდა არსებობდეს, როგორც გრადობის მახასიათებელი. აი როგორც ორთქლი მის ტრის წვერის ალაგე ნაპირები თუ არ იქნა სიმართლე იქნება, აი ისე შეიძლება ამერს ეს ლასტერი. მაგრამ ელის შეცვლას აზრი არ აქვს და რატო? იმიტომ რომ ამერს აქვს თავისი გლობალური ფუნქცია. ამ ხასიათით აქვს გლობალური ფუნქცია. ის რომ ჩვენ მცირე კლასტერი გარკვეული ორგანიზაციული ხარისხს მივახცევთ, ეს კარგია, მაგრამ მეორე ფუნქცია და თავარი ფუნქციას გავკარგავთ. თუ ამის თელ სივრცეზე გავცელება შეეძლოთ. ვერც გავაცელოთ, ეს პრობლემა ეგ არის, რომ ენერგია დაიხარჯება. ამიტომ ზუსტად გავზომოთ შესაძლებლობების ზღვარი, რაც შეიძლება ამის გაჩერება. ეხლა ჩვენ გვაქვს ასეთი აზრი, იმის გამო რომ სოფლებში ხალხი ერთად ვერ ქმნის ოპერაციას. არამედ ეს სიტუაცია უკვე აუცილებელია, იმიტომ რომ საქართველოს არ აქვს კონკურენტუნარიანობა, არც ტექნოლოგიურ სფერო არ აქვს. ჩვენ აქ იქნება ფული შემოვა, თქვა თუ რო იყოს სტაბილური მდგომარეობა და ეს ერთმანეთის ჭამა და რეინტერესები და იქნება ფული შემოვა, რომ ქართული კავშირი არაფერი არ დარჩება ეს პირად სარგებლობაში. ტელეფონება და სხვა სხვა. ჩვენ ვერ მოვარდნებთ, შექმნათ რაიმე ისეთი საწარმო, რომელიც ამათ უკვე ჩამოყალიბებულ სტრუქტურებს კონკურენციას გავუკეთებს. ჯერ ერთი ქართული ხასიათი გამომდინარე, იმიტომ რომ ამასაც დრო უნდა, ეს კლასტერი შექმნა. მეორე ის გამო რომ არც რესურსი გვაქვს, რომ ამ თავისუფალ ბაზრის პირობებში ამხელა კონკურენციას გავუკეთოთ. ერთადერთი წერტილია, სადაც შეიძლება კონკურენციას გაუძლოს და თქვა ნაბიჯი გადადგა. ეს არა ახალ მეურნეობა, ეს არა ახალი და პოსტნეული და ესეთი რაღაც აფრებია. ეს არის მეცნიერების დარგები, სადაც ინოვაციურ გამოგონებებს ექნება აზრი, სადაც სხვა რა არის და შემდგარ ექსკლუზივი და შეიტან ბაზარზე ერთმანეთს ტახტურს გააკეთებ. სხვაგან ჩვენ არანაირი პერსპექტივა არ აქვს. სოფლიო გამოქვეყნდა გოგოში ქართული ხალი. დავიქე, მე პატრონი შვეიცარიელია, მიწა ქართულ ხალხმა რომ იმის ფიქსით იგონება ეს და აბა ქართული რაღაცა. ჩვენ ასე თუ ამავეთ რომ შვეიცარიელი ჯამოა, ამერიკელი ჯამოა და ირანელი იგი მაინც არის საქმის კეთება, ის ტრადიცია არ გაწყვეტია, მაგრამ აქ ქართული რაღაცა არ იქნება. და არა გვაქვს მიზანი რომ ქართული იყოს, ან კეთილდღეობაში ცხოვრობდეს, მაგრამ ქართველები ცხოვრობდეს კეთილდღეობაში, თორე რაღაცა ტრანსფორმირებული ადამიანების ჯგუფი, რომელმაც თვითონაც კი არის ის, ვინ არის, ეს მინდა თუ არა. ანუ ეს არის კულტურული გარემო, სადაც ქართველს აქვს ისტორიულად ჩამოყალიბებული უნარჩვევები, რომელიც ეხლა დეგრადირდა, იმიტომ რომ ვერ აუციეთ თავარი გასაკეთებელი. ის თავარი გასაკეთებელი ჯერ ვერაცია ერმა. საკმარისია ის ავწიოთ, რომ აქ მთელი სივრცე გაიხსნება ეთვაშა. საქართველოს აქ სოფლის პოლიტიკური ცენტრი. მეურნეობები იცი როგორ რასახეთ მიიღო. არაფრის ექსპორტი არ დამჭირდება გარეთ.
იმიტომ რომ აქ იმხელა მოთხოვნილება იქნება, იმხელა სტუმართმოყვარეობა, სტუმრიანობა იქნება, ჩაასრულებელი ქვეყნის გარეთ გატანება კარგავს აქ. და ხარის პროდუქცია შეიძლება რაიმიშვილის ექსკლუზივის მნიშვნელობა. რომ შემთხვევით არა რომ ამინდორი ჩამოდიოდა, ან რაიმე ისაა ჩვენი მეურნეობა გავაშლიერებ. გემოვნებით და სარგებლიანობით არ უმაღლეს ხარისხის. ამას ყველა ხედავს იმ ჩამოდი. ორივე ხელები ჩამენ ამინდორი და უცხოელები და რო ჩამოდი ამ პროცესში და ანუ ჩვენ ესე ისეთ წარმოგადგენებმა გადავიდეთ ქართული საზოგადოება საფურებში რომ ერთი და იგივე სტანდარტი რო არ და გემო რო ყველაფერში და სალევრო და ხუჭო და ველობერი გაარჩა სალატასში ჩამთუკით ესეა დაახლოებით ევროპაში გემოს რეალურობა შარდ მოგიდება თორემ და ხუჭო იციან რაგი მარკს ჩამენ მაგრამ გემო არა ჩვენთან ამას ყველაფერს გემოა გამიტომ ეს უნდა იქნას გამოყენებული მაგრამ როგორც კი შენ ამის წარმოებას დააფართოვებ და დიდ მასშტაბებზე ვფიქრობ, ამას ვეღარ მიიღებ, იმიტომ რომ საფუძველი მოვცხოვ შენ სულ სხვა ინგრედიენტების, ტემპების დაჩქარებას, ესე დიაპაზონის გაფართოებას, ვაჭრობის, რომ დიდ დიაპაზონზე მოედო. და იქ დაგარგო ხარით. ეს მივიდახე, რომ ჩვენ ორი გზით უნდა ვიაროთ რა, ერთი გზით არა, ორი ერთი ესეთი კლასტერები უნდა შეიქმნას და პარალელურად უნდა ვფიქროთ იმაზე, რომ ის თავდაპირველი მემკვიდრეობა რაც ქართულს მოყვა ისიც არ დაიკარგოს, იმიტომ ის არა შემთხვევით იმან ისტორიები გავუძლო. უბრალოდ ჩვენ ვერ ვაფართებთ სწორად. არასწორი აღქმები გვაქვს. და ახლა რა არის ქართულის ფუნქცია? აი წარმოიდგინეთ რა აქ ქართულები ერთმანეთს ჩავს, მაგრამ აი ერთ და ჩავაგდეთ ნებისმიერ ქართული უცხო გარემოში რა ხდება. იქ ხდება ლიდერები, მსგავსად. განათლებაც რომ არ ქონდეს და იქ გაშევა იქნება მაგის ხალხი, რატომ თვითონაც არ იცის, მაგრამ ასე ხდება. შემთხვევით არა რომ სტალინი ლიდერი იყო, გარეთ ზოგადად ქართველები დიდ წარმატებებს აღწევენ, მაგრამ რის ხარჯზე ხდება არ იციან. ის ახლა აფრიკული ფაქტორი, განათლებული ხარ თუ არა, ამას აღარ აქვს მნიშვნელობა. ქართველებს აქ უცხო უყვარს, უცხოს მიმართ აქ პოზიტივი. ქართველს ვერ იტანს, მაგრამ უცხოური თუ იცი რა მიიღება. ის რომ ჩვენ ერთმანეთს ვერ უსმენთ, ეს გადაწყვეტილი გაა, თამაშობენ უცხოელებს უსმენთ ისლამელებს ქართველ, აბა დაგვეჭდით ქართული კაცის ესა, იგი როგორ უცხოელი სახე, მთელი ერი გაიგითა. და დავიწყეთ და რა დააიგითა ქართველზე, ქართველი ესო ერთი ახალგაზრდა კაცი მეჭდა იაპონიაში დავიწყეთ, საფრანგეთში დავიწყეთ, წავაგადოხედე მაგის იმას ნახე და ახლა ერთი აბა ბეზი ჯედა ნიკოლია რატო ეს ვინმე გადავხედე და ნიკოლია რაღაცა რა ამერიკელებს აუზდია ეს ვიცი იმაში პროგრამის და ეს ბეზი აიქუთოსან მოტაფერა ახლა ვერ არა თქვა მაგრამ გერმა შეაქეს რატომ და ყო სახების სჭირდება რეიტინგს გაუძლიერდა და დედა ეს იგი მოგოლება პრეზიდენტად, მაგრამ იქნება იგივე რაც იყო ალასამიები ესენი, არაფერი არ შეიძლება ახლა. ჩვენი საქმეა დღეს ქართველებს ჩვენ უნდა ავიღოთ ინიციატივა, ეს ამათ რო უყურო ჩვენ ეს არ გვეძიჭირა, ჩვენ დოკლაპიები თმეტი არაფერი, ჩვენ იქნებით სულ გაბრაზებულები ხოლმე. მაგრამ ჩვენ ვერ ავწერთ ვერაფერს, რაც ჩვენი ასაწევი, რაც ჩვენმა წინაპრებმა უნდა რაც გაუკეთებიათ. ანუ სოციალიზმი და ორადორიერია დარჩენილი. ებრაელები და ქართველები, რომლებიც რაც იყვნენ თავიდან ისტორიის დასაწყისიდან, იგივე თვისება შეინარჩუნეს. დანარჩენ ყველა შეცვლილებთ. ინგლისელები თავის უმად რა ქვია ლიტერატურა ვთქვათ 200-300 წლიანი ძველი ლიტერატურა ვერ კითხულობენ. იმიტომ რომ იმდენად განსხვავება წინადადება იგივეა, მაგრამ ვერ კითხულობენ. ჩვენ კითხულობთ მეხუთე საუკუნის შუშანიკის წამებას და ვერცერთი. ისე ვერ კითხულობთ. ვისა ვერ ტექნიკოს ვერ დაიკითხავთ, ზოგი იმდენად რთული ენაა, ძველი რუსული ხის შეცვლილია. და ებრაელები. ამიტომ განა შეცვლილი რამე რომ მემკვიდრეობის კავშირის გაწყვეტა, ანუ ის პრობლემა არ მოწონს ერთმანეთს ახლა. რომ ვერ ვახერხებ თვითონ ორგანიზება. ეს ვიჭერს, ეს ყოველთვის უჭირდა ამას. მაგრამ სამოგილოდ ხო, ორი
გადავარჩინე. 25 წუთი იყო. კეთილი, მადლობა. სოსო. თემის სათაურს გავემეორებ არსებული რეალობა და ჩემი როლი და ადგილი მასში. მე კი ბატონო, ორი სიტყვით ვიტყვი ჩემი რა შეეძლო რა აზრია თამასთან დაკავშირებით. თორემ სხვადასხვა ძალიან რეა ინფორმაცია აღიარებს. ინფორმაციის ხალხები კი ციფრებზე ფიქრობენ რა მოხდება. ამიტომ ინფორმაციის სინაკლები იწევს აი ასეთ სხვადასხვა საზოგადოების ასეთ განსხვავებას. ეთნიარია ძალიან შორს, მე კიდე ეკით მეორე პოულში. აი ამ შვალედურიც არ არსებობს რა, აი შვალედი რო იყოს. და ეს არის ჩემი აზრით მიზეზი ავიდა თავი იმისა, რომ ამზე შევარ. ანუ თუ ადამიანი მე ახლა ზიკას უსმენ მე დიდი გამოცდილება მივიღე, მაგრამ ახალგაზრდა თქვა გამოცდილება მივიღე. გამოცდილება ეს არის ინფორმაცია. რაც მეც იღება ინფორმაციას, რაც მეტი გამოცდილება გექნება, ეხლა სპატაშორის არის ძალიან ბევრი საშუალება აი პატრონს რომ ძალიან კაცშვილი არ დაიკითხავს ქართულის დაწერას. არ მოусმენ, მე ახლა ყავს ერთი მეგობარი, რომელიც კარგად აზროვნებს, კარგად წერს, მაგრამ ვისაც ეხება და უნდა წაიკითხოს, ის კი არ წაიკითხავს ამას. აი ეს არის მე პატრონ ნიკოლოს ის მიზეზი ამაზე შევარ. ეს ახლა რამდენად შევდოთ ამ სიტუაციის და უფრო დამაგებას რა გზებს მოგძებნით, ეს ალბათ ჯერობის საკითხი იქნება ხვალდაზე ეგ და ალბათ ამ გზებზე იქნება სამუშაო განსაკუთრებით ახლა ყველას გვინდა კარგად ვიყოთ, ყველას გვინდა რომ კარგად ვიყოთ, მაგრამ აი თუნდაც იქ სადაც ხარ, იქაც კი წინ ინფორმაციას ფლობ. არა და გევალება უნდა ფლობდე. არ ცოდნა იმისა, ვისი ცოდნის ვალდებულიც ხარ, ცოდვა. და სხვათა შორის ამას ეს მიღებულია და საზოგადოებაში საკოლღაც და აი ჩემი აზრია ეს რომ ეს რაღაცნაირად უნდა შეივსოს ეს ვაკუუმი. თუ ამას მივახდეთ რაღაც, ხო, შედეგიც დაუყოვნებლივ დადგება. ახლა თქვენ წარმოგიდგენიათ ქართველი ადამიანი ვერ მუშაობს ვასალას. ვასალს ვერ მუშაობს. სადაც ნებისმიერ ადამიანს გააყენე, ვასალი არ უნდა მიიმუშაოს იქ. და უნდა ყველაფერი რქოს. გეხი ჩვენდა აი ჯო ვასალს არ მუშაობს. აი განაცი 1-2 საათით უნდა რომ მოსავალი და დოლაცი შექმნას. არ გამოვა ეს. არ გამოვა. ან მარტო მეგზი არ მაქვს ლაბორატორია. საერთოდ ნებისმიერ სფეროში შრომის გავიცი ეს. კი ბატონო, მე დავამთავრეთ. დავამთავრეთ. მაგალითად მიზეზიც აქვს ამას. როგორც მაგრამ თემა ერმა დაკარგა გამარჯვების განცდის გრძნობა. აღარ აქვს. არაფერი არ მოუგია. 25 წლის მანძილზე პირწმინდა წაგებები აქვს. პირწმინდა. მოგებები აქვს მხოლოდ იმას, ვისაც თქვენ ბედნიერები არიან, ისინიც ბედნიერები არიან იმ ხალხის ხარჯზე, ვინც წააგავს. არაფერი შეუძლია უმეტესად თუ საზღვარგარეთ გავიდნენ და უცხოეთში ფული იშოვეს და შემოიტანეს კი, მაგრამ აქ ფაქტურად დაძარცვეს პრივატიზაციის პროცესში ხალხი გამოაშთა ეს ხალხი მათი ფული ჩაიგდეს, დავიოდე მე ქარხნებში 91 წელს და ვერ უნებოდი რომ შევქმნათ ორგანიზაცია, აქციები დაიწყო თქვენი აქციები, ამას დაგართმევთ ყველაფერს. გაიგიდება. მაინც არ ვიტყვი ეს უბრალოდ ინფორმაციის არ იცოდა იმ კაცს რომ ეს ასე მოელოდა, ხო? რომ ცოდნა და ხომ არ გააკეთე, ხო, მაგრამ ახლა ყურებ მე მარტივ რაღაცებს ეუბნებოდი, კახეთში. არ შეიძლება ეს ინფორმაცია რა მქონოდა. აქ უკვე მე ამიტომ დავიწყო მე ფსიქოლოგიაზე ფიქრი. ვარ სხვა რამესდება უფრო ბრმა. კახები ვეც მეკითხები. ყურძენს სადაბარე რომ მოიწერო კახანას. მე კუპონია. და ერთი წლის მერე გაბრალს და ითვლი ჩემი კუპონი რა. ეს რაფი. ხო გახსოვთ რა მდგომარეობა. ინფლაცია იყო კატასტროფული. შენ ახლა 3 წელი დაგიგია რომ ქარხანა კუპონი
მანეთაბგე გაკეთებული 5 ტონა ხუნძები რა და აღარ დასაცურათი იყო. თქვენ ერთი რა მდგომარეობაში იგდებით თავს. ხო ხედავთ ამას, ეს ამას დიდი აზროვნება ხო არ შეიძლება ფაქტი. ხო, რა უნდა გავაკეთოთ იცი? რაოდენობა გვაქვს. ხო იცი რა, გამოცდილია, არაფერი აქვს ნიშნული ხურძები და ხდიან არ აქვს. ანუ კოლექტიურ მოქმედებში გამოცდილება არის ამ ფორმით მაინც. სანამ მეთქი თქვენ ამ იმას დაანიარებთ 92 წელს ხდება ეს რა. შეიძლება რამდენიმე კაცი და მაგამი დააკეთეთ. მეთქი რომ არა ჩააბარო თქვენ გქონდეთ ვენის შენახვის შესაძლებლობა. რომ უზენს რაღაც უზა. ინდატორა ვერსიონ ფაიჯო და ჯააბარო და მე აი ჩაიჭი გასვეშე. ესელა ნაგაზავი გააკეთე. ახლა ის კაცი მართალია, რომ იმან მიჩის. რომ ეს რო თქვა აი ჩაიქაც ასე ეთქვია. ახლა ერთი წელი დაჭირდა რომ დაინახე პრობლემა მთელი მეორე წელს მესამე წელს ზუსტად აღმოსულ თბილისში მოწელე არ იღებოდა. ამის მერე დავიწყე ფიქრი რომ ეს არ არის რაციონალური აზროვნება, რომ ეს მარტივად რამე ამას არ ჭირდება დიდი ფილოსოფია. ხო რატო ვერ ხდება ქართული ნაცია? მაინტერესებდა. და დავიწყე ფსიქოლოგიის შესწავლა. იქ აღმოჩნდა პრობლემა. ის კი არა რომ ვერ გემბოლობს. რა უნდა ის გაგება, კაცო, ანეკდოტი რო არ იყო, იმისა ნახე შეგეროზე და მეორე რომ გამოვიარა. ამას რო გიჭრე ჩამოვარდებიო და მოჭრე და გააძენ რა, უის მიგამეიყო. ხო, აი ამას ხედავდი ყოველთვის ნაბიჯი რომ ადამიანს ელაპარაკები უმარტივეს რამეს და რაღაც ეუბნება ამოსწრი. და რა არის ამას დავიწყებ. აი აქ არის მე დაახანდეს უყურებელი. Ну проблема. Რეალობა რა შემდგომარეობაა? პრობლემა? რეალობა ხო პრობლემა. პრობლემა. ანუ კონკრეტულად ხო ფორმა რო ჩამოყალიბდა მასშტაბში სხვადასხვა პრობლემა. ახლა თქვენ მიცით ფიზიკაში თუ ხარჯახებული თუ ატომის დონეზე შემოგიქცევით, იქ სხვა პრობლემაა. ამიტომ სანამ არ მეწვეთ რა მასშტაბია, რა პრობლემაზე ვერ ვიცი, თუ გასავლელი პრობლემაა. ანუ ერის მასშტაბით ერთი პრობლემა ოჯახის მასშტაბით. ხო, მესმის, ახლა ის მე პოზიციიდან გამომდება რა უფრო დაინტერესებდა ჩვენს მაყურებელს. აი ჩვენს საზოგადოებას ეხლა მე ვფიქრობ ძალიან ჭირდება ამ ტრენინგების ჩატარება, ფსიქოლოგიური ტრენინგის ჩატარება, რომ იმან გაიგოს მის მოქმედებაში რა კავებს ერთმანეთთან დაკავშირების ფაქტორი. ანუ შეიძლება პრობლემა ასე ჩამოვაყალიბოთ, საჭირო ცოდნის ან ინფორმაციის უქონლობა. ხო. თვით რეფლექსიის, ანუ თვით დაკვირვების პოტენციალი. აი ახლა იქნება საქმიდან ახლოს. მოდი, საქმესთან ახლოს არის ყველაფერი აბსოლუტურად, ჩვენ მგონია რომ საქმიდან შორს არის, ისე მშვენივრად გვაჩვენებს ჩვენ ქართულ სახეს, როგორც გაგიხარი, დაგიბარებია. არა, არაფერი? კეთილი? გაქვს დასამატებელი ლაში ხო? კი. მაგ დავამატებ რამდენი სიტყვას მე ვიტყვი რომ აი ახლა საუბრობთ ჩვენ გლეხზე. კი არის მართალი ხარ ბევრამის შესაძლებელი ეხლა მაგალითად ჩვენ სოფელში არის აქვს მოსახლეობას ნაკვეთები და ჩვეულებრივ ხნავს თესავს და ასე შემდეგ მაგრამ პრობლემა რაშია გლეხია იმას გადასახადი არ უნდა გაუწეს მე ვთქვი რომ ესაა პრობლემა უნდა პირიქით წაახალისო რასაც თქვენ წერანით ანუ დღეს თუ მაგალითად მე რა ვიცი მე გადამაში ყოველ შემთხვევაში ესია თუ მორწყე ფული უნდა გადაიხადო თუ ვინიცობა არის მორწყულზე მოგარგნენ და შენ ფული არ აქვს განხარავს გადახდილი 500 ლარიანი ჯარიმა გვაქვს განაპირობებული ეხლა ესე იმაზე ვაი რანაირად უნდა კონდეს გლიქს ეხლა თუ არ ეკნება ხო ეხლა რომ მიდახდით კახელ ხალხზე რა უნდა წახარჯოს აი რომ მუშაობს ეს სიზარმატე რაღაცა ფსიქოლოგიის ამბავია რაღაცა ის არის უნდა წახალისება მიეცეს ქართველებს რომ წახალისდეს დღეს თუ მაგალითად კახეთში 70 რად ჩააბარებინებ რომ ეს არ ამბოლია თუ კიდე ისე ჩააბარებინებ ეს მომდეს არ ამბოლია ისინი იდენი რაოდენობის უძენი მოვიდეს კახეთში იმიტომ რომ მოგება არ ეკნება იმას და პირიქით რომ უნდა წახალისო
იმას. მე ისეთი პირობები უნდა შეუქმნა სახელმწიფოს. 60 წელი ახლა როგორ გახდები? მე ვფიქრობ, რომ ნამდვილად არაფერი აღარ მაგრამ ჩავერეობია რომ შეიძლება სურათი იმიტომ არა რომ დავაცალკევო ყველაფერი ალტერნატიული აზრია თქვა სწორად დაგათ რა ეხლა მაგალითად დაგაშინებით რა აჩვენებს მაგ პრობლემას რასაც ვენახეთ პრობლემა შემოვაყალიბოთ რა შემდგომარეობს დახალისების უქონლობა ლეხის დაუშვათ სტიმულირების ნაკლებობა ბატონო აი ამას აქვს ზემოთაა პრობლემა ხელისუფლებაში და რატო არის პრობლემა არის ორი დამოკიდებულება იდეალური ბრძოლები. ერთი მხრივ ნაციონალური ხელისუფლება და მოძრაობა და დასავლეთი ამბობს, რომ თავისუფალ ბაზარზე არ შეიძლება ლეხის ახალისება. თავისუფალ ბაზარი იმისაა, რომ შენ უნდა იცოდე თქვა რასაც მოიხმარ, წყალს მოიხმარ იმას ფასია, ყველაფერს ფასიებს შენ უნდა იყობდა ამ ფასის გადახდისთვის. შენ თუ წაგახალისებ זה გამოდის რომ თავისუფალი ბაზრის პრინციპი იყო. მაშინ შენ მეუბნებიან რომ რატო ატახალისებს მე ვარ ისა თქვა მეჩაირი და თხილის ბიზნესი. ესე იგი რა პარიტეტი დაეνοვა. მეუბნებიან რომ ეს არასწორია. არასწორია. ეხლა ნახეთ. ეს არის ერთი ჯგუფი. რომლებიც ამ ასე ოცნების ხელისუფლებას ამ იდეოლოგიით უკავშირდება. ოცნების ხელისუფლება ცდილობს გამოვიდეს იქიდან კი არა, თქო იდეოლოგიიდან კი არა, რამით შეძინებს თავს. ამიტომ რა სიტუაცია ახლა? აიგე? სიტუაცია თავს მაგას რასაც ვენოდე. ზუსტად ეგ არის ახლა საჭირო, მაგრამ რა ის იდეოლოგიურად ის გონია იმას რომ ის ყოველთვის სწორია. ეს სწორი პრინციპი გონია, სინამდვილეში ესე არის. აღმოჩნდა რომ ეს პრინციპი გარკვეულ დროს ამართლებს. და რაღაც დროის მერე ჯობია სხვა პრინციპი გამოიყენო. ამას სტალინი ხვდებოდა. აი ის დებილები ვერ მეკდნენ ეს რუსები. სტალინი არაფერია ერთ რეჟიმზე დარჩენა. აბდელი. ანუ იგრძნო სიტუაციის არ ამბობდა რომ აუცილებლად არ დარჩენა. შეიძლება იმას მერე კერძოებაზე გადაეყვანა თლიანად, მაგრამ იმან ჯერ ბაზა შექმნა. რა ქვია, მოაძლიერა ეს ქვეყანა. გადაანაცვლა ეს კონება და მე აპილებდა ამ კერძო საკუთრებას გადასვლას. და აქ ისედმა ჩატრებს ეს არის. შიში. ეხლა არის სიტუაცია. ესე იგი ეხლა ზუსტად ეგ დროა, მაგრამ ის ნაციონალურმა ხელისუფლებამ ეს იმათ არიცია, ეს ისინი არის იდეურად აკვიატებული ხალხი, ამას ჯოხებს უძებენ ფეხებში, აჩერებენ ამ ხელისუფლებას. ამ ხელისუფლებას მართლა ნაციონალიზმი არ აჩერებენ. აჩერებენ გარეთ საერთაშორისო საავადმყოფო ფონდი, აი გადაგიდება და ისინი როზიან საფინანსო სექტორი და მას ჯობსროლდებენ ყველა ეკონომიკა შანტაჟინგი ეკონომიკა დავარდეთ და ეს ხელისუფლება მოაწილო. ეს ხელისუფლება ძალიან გონიერი, მე მაგას არ ვიძახი, მაგრამ ესეთი მაინც სიტუაციის მიხედვით მოქმედება რა არის დღეს გამოწვევა, რა გამოწვევა იმის მიხედვით. გამოხდა ასეთი იონიშინმა თქვა ესეთი რამ გამოვიდა ბაზრის პრინციპიდან, რომ ესეთი თქვენ მოილაპარაკეთ ქარხნებს ლეხებს უთხრა და მოილაპარაკეთ ივაჭრეთ, ანუ შეთანხმდით ფაქტებს და რაც დაგაკეთებთ დანარჩენს გადაიხდის სახელმწიფო. პროცესი დაიწყო უკუღმა. რატო? ქარხნებმა იეშმაკეს. რა კი ამას ნათქვამია ჯობია რომ ჩვენ აქ გადავიხადოთ და ეგ ეცნენ თავრობას და მიუსწრებს ხალხი ამ ხელისუფლებას. ამენო თავი აღარ ემართლებს. დონათ კომიკონდა. ის ჩამოვიდნენ ნაციონალები და ეს პრინციპულად არასწორია. ისეთებს რომ თუ გამოიყენებს ეს სიტუაცია. მართალია, მაგრამ ეხლა როგორ გინდა შენ ეს მე რაც ვიცი ეს მაგათ არის. არა აკეთებდა. ერთადერთი აგულაშვილი მინისტრი ლაპარაკი გიდლა ძალიან გაიგია რო აუცენებს ყველაფერი ეს ისოია. და თან დაინტერესდა ნუ კითხები დასვა მე სამი საათი ვისაუბრე. მაგრამ ახლა ეს აგულაშვილი თავის თავზე ვერ არის გამომიდოდი. შენ იქ გარკვეული გუნდის წევრი ხარ და გუნდის აფრიგებო თუ გუნდმა არ აქვს ეს ვერ არის. Marxist система. Marxist система проблема.
საერთოდ სისტემური პრობლემა საქართველოს. ჩვენ ახლა ხო ამოიწურა ერთი და ჩაგრავთ კაც. კი ბატონო, არა, მე არ ისმენთ ბატონო. გამარჯობათ ერთობაში. ესე იგი რაღაცა აპარატი შეიძლება გამოდველი. არა 5 წუთი შეიძლება. ხო, გამოდველი. მე საერთოდ მოსახლეობა ყურადღებით უნდა მიეკიდოს წყალსათაურიან ორგანიზაციას და მახინაციას. მოსახლეობა უნდა მოვიდეს თვითონ უნდა იყოს ყურადღებით რა და მოითხოვოს საჯარო მოხელის ესე იგი ეს პრობლემები რომ პრობლემაა ყველას პრობლემაა. ანუ მოსახლეობამ რა უნდა გააკეთოს შევეშვათ. ჩვენ პრობლემას რა შევხედავთ? პრობლემას შევხედავთ იმაში რომ მოსახლეობა არ ითხოვს? ხო. კი ბატონო, რა შეიძლება? აი ესე იგი მოსახლეობა არ ითხოვს. მოსახლეობა კი ითხოვს, მაგრამ მოდის საჯარო მოხელე. ანუ საჯარო მოხელეშია. ესე იგი ხო, საჯარო მოხელე მოდის. და შემდეგ მომეცი ხმა წავა და 4 წელი ისე არ გამოცხადდება ესე იგი მოსახლეობაში რა მე მოდის მომდენო მე-4 წელში იმას აღჩენებს რა პრობლემას რასაც დაინახა შენ ის პრობლემა საჯარო მოხელე მიდი და ის კაბინეტში მოსახლეობა აი როგორ შეიძლება და ელაბარაკოს უნდა აი ეს აგია გასაკეთებელი ხვალე იგია და აი ეს გადაეცეს უნდა ახალთაობას და აქ გამოჩნდება აზრების იმაში გამოჩნდება პრობლემა აი პრობლემა აი ვინა ყალბი რატო ვერ აკეთებ რატო არ მოდიხარ 4 წელი რო არ მოდიხარ მომეცი ხარ მეუბნები მე ამოხარ 4 წელი აი პრობლემას დაინახა საიდან დაინახა პრობლემას და ისაუბრებ შეიძლება ისაუბრებ და შეხება საჯარო მოხელეს ხალხებია აინავლება ის კარგად და ამ მოსახლეობა არა დათავდა ბულება წამულია აქტია ყველაფერში იმას მოწამლა უნდა იმას დამუშავება უნდა რა შეცავლა არა ეგრე ისე ბუნება მოეწამლა всё არის ეთეულები რომლებიც არიან კარგად რა ესე იგი შეხვედრებში აზრი ჩემი აზრი არის შეხვედრებში აი საჯარო სივრცეში დაისვას უნდა კითხვა აფერი რაღაცა კითხვა უნდა დაისვას ესე იგი აი წარმოიშვა პრობლემა რაღაცა წარმოიშვა დაისვას და კითხვა რა ქნათ ისე იგი ამ პრობლემასთან დაკავშირებით რა შეხვედრები უნდა მოეწყოს მოსახლეობას და საჯარო მოხელეს შორის ესე იგი უნდა დაინიშნოს რა ჩვენი ადგილი სად არის მასში ჩემი ადგილი ეს ჩვენი გავაკეთეთ ამას ჩვენი ადგილი შენი ადგილი ჩვენი არა რა უნდა გავაკეთოთ მოსახლეობა ჩვენ დავიგეთ ხარ სწორი ჩვენ აი უნდა შეთავაზოთ თავრობას რა როგორ და როცა მოსახლეობა დავიჭერთ ჩვენ ხარს კაი საჯარო სივრცის შექმნაში დაგვალავთ ჩვენ ამას ესე იგი აფერრაღაცა ურალო დალაიქები და მიხდები ამას საჯარო სივრცე რო იქნება ესე იგი ჩვენ თუ გაწყვეტ დავი თქვენ საჯარო მოусვინეთ ყველას რაც გეუბნება ადამიანი ხო და მოусვინო მსახურება რა საჯარო სივრცეში იქნება საჯარო სივრცეში საჯარო მოხელე უნდა შეხდეთ მოსახლეობას რა თეში ერთხელ ან თეში ორხელ ეს შეიქმნას უნდა იგი რომ არ პრობლემები დაინახო და დაალაიქეთ მოსახლეობა აი უნდა იაქტიუროს მოსახლეობა ახლა ვერ აი შენ დავძოლო ხო უნდა ვიხდი აი რომ თავაზობ არ პრობლემა რომ დაინახო აი უნდა მოწყვეს შეხვედრა ისე რა დაიგნება შენ აი 4 წელი არ მოხვალ ეს არ ვლაპარაკობ შენ ეგრე ვლაპარაკობ და ეს მინდოდა მე აი ესე დავალაიქოთ ყურადღებით ვიყოთ უბრალო ყურადღება არის დიდი საქმის დასაწყისი ყურადღებით ვიყოთ ადამიანის გასგეუბნება ხო აი დავალაიქოთ მირეულება დაალაიქოთ და აი რაკომგენი რომ შეხვედრები მოეწყოს აი რა გეზარება დაკავება გეზარება რაზე რაუ დააკავო იგი და ყოველდღე ყველასა ახალგაზრდა შეიძლება უბანში ყველა საფიკაო უბანში ყველა უბანი უნდა შეიქმნას სინამდვილეში რა ადგილი კაი ეს იყო იქა მაგრამ უფრო გავამარტივოთ და გავავდეთ კი ბატონო არის პრობლემა რეგიონული ხო არის პრობლემა უფრო მასშტაბური ეხლა თქვენ სწორხართ რომ ინფორმაცია უნდა მოიკრიბოს გარკვეულ ველში პრობლემათა კომპლექსები ხო და ჩვენ შევაფასებთ ხალხი ის დაინტერესებულია მოიწონებს რა დალაიქცდება ეს ამერტუ დახარისხდება პრობლემათა მნიშვნელობის მიხედვით ვის მეტი მნიშვნელობა რომ პრობლემა ეს ერთგვარი გამოკითხვა მიცარი რომ საზოგადოებრივი გამოკითხვა და კარგია ეს რა ძალიან კარგი არაფერს არ უსულს მაგრამ ეს
ესე იგი, უნდა შეთანხმდეს ყოველი კონკრეტული რეგიონისთვის. იმიტომ რომ უნდა იყოს ჯგუფები, რეგიონული ჯგუფები მაშინ. ესე იგი, შენ მახსოვს პერიმუში ჯგუფს, იქ უნდა იყოს გურიის რეგიონი. უნდა იყოს თუ ეს საერთო მის მასშტაბით მოხდა, ქვეყნის მასშტაბით რეგიონებად მომხდეთ, იმიტომ რომ თუ ერთიანად გააკეთეთ, კახეთის რეგიონის პრობლემა აირევა მისამლა გაარკვევა გურიის მასთან, დეპუტატთან კახეთის პრობლემას ვერ გაარკვევა. ამიტომ შენ კახეთმა უნდა ერჩიოს თავისი მაგათო კახეთმა უნდა გურია ერჩიოს უნდა მისი წარმომადგენელი მაგ უნდა ერჩიოს. წარმომადგენელი არჩეულია, შენ ამბობ საკონტაქტო სიტყვით. ხო, საკონტაქტო წარმომადგენელი, საკონტაქტო წარმომადგენელი ვისაც თამაშია. არა, მაგის სადასვენო დამტკიცდა მაგის. წარმომადგენელი არის თქვა ის ვინც ამ ფეისბუქის სიტყვა. ასათანო შენ სტორია მაგის. შეაჩვენა ხო სათანადო არა? შევიკიდე დახალვა და საჯარო სიცეშანი რა. ერთად ხო შეხვედრა მოგვა აზრების დაიდი. ამან ისიაძის შეხვედრა მოხდება მოსახლეობასთან, მოსახლეობა ყოველას აში უჭირს, რატომ უჭირს ხო და ეს იმ გადაწყდეს ამ პრობლემას. აი ნახელი გახდება რა ყველაფერი, რომელ შეხვედრებში. სიმართლე რომ ვინმომარალი რაღაცა შეიძლება ხალხი დაიბნეს, რომ ჩვენ საქართველოს დაყოფილი გვაქვს რეგიონებად. და ყველა გამგებელი იქნება, რომ რეგიონები არის პასუხი, ხო? ჩვენ თუ ამ სივრცის შექმნა მინდა, შენ უნდა იცოდე რომელ რეგიონში იქნება ამას. შენ თუ საქართველოს მოედე თავიდან, მაშინ შენი ამომრჩეველი კახელი ხო ვერ იქნება, და შენ თუ რეგიონულ მასშტაბით დაგეცემ, ამიტომ შენ უნდა იცოდე რომ ეს არის ფეისბუქის სივრცე, კახეთის რეგიონის და იქ მოიკრიბება კახეთის პრობლემა. მე ამას ხავასობ ამ იდეოლოგიას ხავასობ ყველას. აი მაგას გეუბნები. ყველას რაფერად გამოვა პარტია გამოდის პარტიას ხავასობ ამას. ორგანიზებული ჯგუფი როცა მოვა თემას გადავწყვეტ აი ძალიან მაგრამ ეხლა მინდა რომ მე ხარი გავუჭირო რომ ბალოსტრო მესმის მაგრამ აი ქართული მე მგონი ეს ის პრობლემაა რა ჩვენ არ ვაზუსტებთ ხოლმე რა თემაზე ვსაუბრობთ. შევეშოთ ჩამოყალიბდეთ კონკრეტულად არსებული რეალობა ძალიან კონკრეტულად შეიძლება ამის ჩამოყალიბება არსებულ რეალობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი არის ის რომ ინფორმაცია არ არსებობს კი ბატონო არსებულ რეალობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა არის ის რომ ჩვენ არ ვიცით რა პრობლემა გვაქვს კი ბატონო ერთ-ერთი რეალური მონაცემი არსებული რეალობა ითეთ შეიძლება შევაფასოთ არის ის რომ საზოგადოებას ხალხს საკუთარი თავის არ ჯერა და ჯერა რომ ვიღაცამ გარედან უნდა დაეხმაროს ხო არსებული რეალობა შეიძლება შევაფასოთ შემდეგნაირად რომ სამწუხაროდ რეგიონებში მოსახლეობა მეტად არაქართულია და იქ ქართული აზრი ნაკლებად გადის ესე იგი ჩვენ არ ვაფასებთ ამ შეხედულებას ეს კარგია ცუდია ჭკვიანურია არაჭკვიანურია ამას მნიშვნელობა არ აქვს მე შეიძლება ვთქვა აბსოლუტურად სულელურად მოგეჩვენოს აზრი რომ მე ვთვლი რომ საქართველოში პრობლემა არის ის რომ პრობლემა არ არის ხო ამას ხო პრინციპში მნიშვნელობა არ აქვს გამიგეთ თავი რა არის ჩვენ როგორ ხედავთ პრობლემებს ეს დაინახოს ჩვენმა მაყურებელმა გადაჭრის გზებზე არ ვლაპარაკობ ზოგადად ვლაპარაკობ რაზე იცით ჩემი ადგილი სად არის ამ პრობლემაში მე რა შეიძლება გავაკეთო თუ თქვენ იტყვით რომ საქართველოს პრობლემა არის ის ახლა მე ვერ გავიგე რა პრობლემაა თქვენ ამბობთ რომ რაღაც უნდა ჩამოყალიბოთ რაღაც უნდა დავალაიქოთ რო არ ვალაიქებთ რაღაცას ეს არის პრობლემა მოსახლეობასთან შეხვედრები ვინ უნდა შეაწეროს მოსახლეობასთან ვინცოა ჩვენ ანუ პრობლემა ჩამოყალიბოთ ესე იგი ჩვენ მოსახლეობას უნდა შეთავაზოთ ჩვენ დიახ რა შეთავაზოთ ანუ პრობლემა არის რა რომ მოსახლეობა არ ხვდება საჯარო მოხელეებს საჯარო მოხელე არ ხვდება პირიქით ეს არის პრობლემა საჯარო მოხელე არ ხვდება მოსახლეობას ხდება ჩვენი პრობლემა არის კონკრეტულად ჩამოყალიბებული დიახ ანუ საჯარო მოხელე პარლამენტარი იქნება თუ გამგებელი ადგილობრივ მოსახლეობას პარლამენტარი უნდა დაავალოს მაგალითად მისი გავიგე რა უნდა გააკეთოს სხვა კაც არ ვიცი პრობლემა არის ეს რომ პარლამენტარი არ ხდება ანუ გაწყვეტილია კავშირი პარლამენტარსა და მის ამორჩეველს შორის პრობლემაა მუშაობს ჩვენ დღევანდელი მთავრობა მუშაობს სასახად რა ადამიანები თაღია მთავრობა თაღია
ანუ ხელისუფლება და კომუნიკაცია. ხო, ანუ ხელისუფლება და საზოგადოება ერთმანეთსგან გათიშულია. გათიშულია, საერთოდ არ არსებობს არაფერი. შვენიერი, გასაგებია, ეს არის პრობლემა. აღარ არის საჭირო ხლების ხაზგასმა, იმიტომ რომ ჩამო არეგულირებულია კონკრეტულად. არც აღმასრულებელი ხელისუფლება, არც საკანონმდებლო ხელისუფლება საზოგადოების ინტერესებს აითვალისწინებს. ან ვერ ხო. მე მინდა ეს ახლა ეს არის პრობლემა. ერთი წუთი. ჩემი როლი რა არის? ჩემი როლი არის ამ მოვლენაში ის რომ ეს Facebook-ზე დავდო და დავალაიქო. მე ჩემი როლი ამ საქმეში არ არის. როგორ მოკიდო ახლა ხელი პრემიერ-მინისტრს და უთხრა წამოდი ჩიგანში ვიღაცას უთირს მეთქი? ის მოისმინე? ეს არ არის. ხო? ეს არის. ანუ მოგიწევს ახლა მომური ბატონო. მე ამას ვაგობ რატო თუ იცი მოსახლეობა რო არა ინფორმირებული მოსახლეობა არ იცის რა იქ არის ზოგი ავათაა იმას ერთიან ამას მიეციხმაი ხან იმას მიეციხმაი და არ იცის არეულობა კონკრეტულად ეს მომისმინე ბატონო მამუკა თქვენ შემოგიერთოთ შემიცავი პირველი პრობლემა აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება არ არის საზოგადოებასთან კავშირში ო მეორე პრობლემა რასაც თქვენ ახლა ლაპარაკობთ ის რომ საზოგადოებას არ შეუძლია არ შესწრებს უმარი გააკეთოს სწორი არჩევანი თქვენ მიგიანებს კი ბატონო მესამე პრობლემა არ არსებობს საჯარო სივრცე გასაგებია მესამე პრობლემა არ არსებობს საჯარო სივრცე აი სწორად ზამთარ ფაქტორებს ეხლა ბატონო თემური ვაჩვენს რა არ მოჩვენებს შეიძლება დასახო პრობლემა და ჩვენ მურევთ ერთმანეთს პრობლემის დასახოს და მე გადაჭრით გიზავზე იქ ვლაპარაკობთ ესე იგი ჩამოიღო სიმართლე ჩამოწერა ეხლა რა არის ის ყველაზე დიდი პრობლემა ქართველებს ყველაზე დიდი მოდი ეს მინდა ეს ჩავიწეროთ პირდაპირ უთხრა ყველაზე დიდი პრობლემა ქართველებს გვაქვს იმაში რომ ყველა ჩვენი პრობლემა გონია პრობლემა გინდა თუ არა სხვისი პრობლემა და სხვისი დანახული პრობლემა არ გგონია და საერთოდაც არ გვინდა ეს გავიაზროთ შესაბამისად გონია რომ ჩვენი გადაწყვეტილება საკუთარი თავიდან გამომდინარე არის ერთ-ერთი სწორი გადაწყვეტილება და ის რასაც სხვა თავაზობს არ მიგვაჩნია სწორად აი ეს მიმაჩნია ყველაზე მეტ პრობლემად და რა ვაკეთებ ამ მიმართულებით ჩემი როლი და ადგილი აი ამას დაგიდეთ Facebook-ზე დაინახეთ ჩვენი რეალური სახე დაინახეთ ჩვენი რეალური პრობლემები მომავალ უვალ მაგის რომაზე გამოგანაცხადეთ თქვენი სურვილი შემოკეთილება რომ მოგზავნეთ და ამ პრობლემიდან გამომდინარე რაც თქვენ დაინახეთ უფრო კონსტრუქციულად იმჯელოთ ვისაც ეკნება სურვილი ასპარეზი ღია იქნება ესეც თქვენი საჯარო მოხელეებისა და საზოგადოების ურთიერთგაგების მომავალი მექანიზმი ოკეი. ანუ სხვაგვარად რა არის სხვას მოგავსეთ ჩვენ თავი გავსწავლეთ. ჩვენ თავის ისიც არის ერთი რაღაც. ჩვენ აი ოფიციალურად უნდა მოვიხმოთ მოსახლეობა, ესე იგი მოსახლეობა უნდა გავააქტიუროთ მისი საშუალება რომ მან პრობლემა აქვს მოსახლეობა არ არის აქტიური. აი ეს არის პრობლემა. ოკეი. ჩემი ადგილი Facebook-ზე დავდო მასალას შეიძლება ჩატება. კი ბატონო, როგორ არის? ესე იგი მოსახლეობა მივახავთ აქტიურობისკენ უიარე რაიონე რომელიც აი უბრალოდ ლაიქებით თავაზობ კომუნიკაციის ეს და ლაიქებით აი როდესაც შევთავაზებ რომ ამ პრობლემას მაგალითად მან დაალაიქოს პრობლემა რომ მოსახლეობა ისე საჯარო მოხდა ახლა მოსახლეობას ხო მე მოსახლეობა მიაქტიუროს და დაალაიქოს რა ისაც ჩვენ დავდეთ დიახ ჩვენ ამას დავდეთ დაალაიქებს ჩვენ და მოსახლეობას მოთხოვთ ეს რომ მიაქტიუროს მოსახლეობა რომ გავიგოთ მოსახლეობა როგორ უნდა მოთხოვო Facebook-ით უნდა მოთხოვო ანუ ეს პრობლემა არის აქტიურობის არაძლიერობა აქტიურობა ფორმულირება შეიძლება გავუგებარი. თქვენ ამბობთ, რომ Facebook-ში ჩვენ კონკრეტული არის ამ პრობლემის გადაჭრით დაგვილა. ჩემი ადგილი ამ პრობლემის გადაჭრით ჩამოწერეთ. ეხლა იჩქარა და პრობლემის გადაჭრით დაიწყო დაფილება. ამიტომ ჩამოწერეთ ეხლა პრობლემის გადაჭრით გზა. აჰა, გეტი მოვა, ზარაფის შესანიშნავი. კაცი თავაზობს პრობლემის გადაჭრით გზაზე. შეიქმნა Facebook სივრცე. ესა ინსტრუმენტი. კაცი თავაზობს. ხო. შესანიშნავი ინსტრუმენტი. დიახ. ამ მეორე. ამ Facebook სივრცეში გარკვეულმა საზოგადოების უკმაყოფილებებმა მიიღო გარკვეული ფორმა. ჩამოიწერეთ. ის რა თქმა ეს არის? არა. ჩვენ ვაი პრობლემა ამაშია პრობლემა გამომუთხა. პრობლემა ხო ამაშია. არ მოსა პრობლემა, ერთი პრობლემა. მოსახლეობას მოუწოდოთ აქტიურობისკენ, რომ აი პრობლემა დაალაიქოს, აი ხო აღმოჩნდა. ბატონო მამუკა, კიდევ ერთხელ გეტყვით რა გთხოვთ.
რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ? ერთმანეთს უმოუწოდებთ. ჩემი როლი დაადგილე. აი კონკრეტულად თქვენი როლი დაადგილე. მოუწოდოთ მოსახლეობა, მე მომიწოდებთ. თქვენ რამე დაჩინიათ სწორად, რას გააკეთებთ? გაუგავთ ალაიქიმს, ახო შეიძლება თქვათ, რომ მე შემოგთავაზებთ პარტიული ორგანიზაციის ჩამოყალიბებას, პრობლემა ხო გავაკეთეთ. არასამთავრობო ორგანიზაციის ჩამოყალიბებას. აი საჯარო სივრცეში გავაკეთეთ პრობლემა. კი ბატონო. საჯარო სივრცეში რას დახეთ საჯარო სივრცეში? ჩვენ აი ახლა მაგიდეთ რომ ისეუბრეთ ამას ხო დავით. კი. ჩანიშნეთ პროგრამა, ჩანიშნეთ გაში რომ ესე იგი საჯარო ხელი აქცენტს საზოგადოება. კი, საერთოდ. ხო ჩანიშნეთ, კი. აი შეიძლება ახლა. ესე იგი ვინ ეთახება აქედან? აი ყველა დაეხება მე მგონი რა. ყველა ახლა საზოგადოება მოუწოდოთ აი დაალაიქოს აი გეთახმები აი ლაიქი ლო დავობები ანუ მე ერთის და ჩემ როლს ხედავ იმაში რომ დავალაიქებ გავაზიარო და ჩემ მეგობრები დაინახავენ შვენიერი შო დაალაიქი აი რა არ შეიძლება გეგო ჩვენ ავერია რა ამის შემდეგ რა გავაკეთე ამის შემდეგ უჩქაროთ რა თემა არის ეს კონკრეტულად ჯერ ნახოთ ის რასიზმის მოსახლეობა მოსახლეობა კი Facebook-ის ხო იმიტომ რომ მოსახლეობაში ვერ უნდა ვერ ვეთქვი იქ არის და გამდამლა 3800 მეგობარი გავიჩინე ზოგი მეუბნება პასუხი არის ხო აზროვნებას გამიშველება სადაა მნიშვნელობა ხო ეს ჩავდია დედამეთქა უჩქაროთ თქვენ შემიძლია ანუ კონკრეტულად ჩვენი რაღაც ძალიან სწორად ხალხდება არის კაცი რომელიც ამას გაიზიარებს Facebook-ზე გააზიარებს არის კაცი რომელიც იტყვის რომ ძალიან ბევრი ფოტოები ელი გამიჟებულანეს რადგან დასმენ შეიძლება ამას აკეთებდი Facebook-ში გუშინ იპოვოს შენ უნდა ეს პასუხი ყველაფერი რომ გამოაქვეყნე იგი და დაგალაიქე უცბად 100-ში ვიდეო 30 რაზე კი ეს არის მაგრამ მე დავალაიქე გავაკეთე პოსტი დავდე დაგული გავუწეს რაღაც მოვიდა თავში ეგეთი და მეორე ამას პასუხი კასეტები ამას მე ვალაიქე პრობლემა უბრალოდ როდესაც ჩვენ ამას უგვარი მაგირის კუთხით გავაკეთებთ საფიდაოს ამისათვის Facebook-ს და ყველას გამოგვი Facebook-ს გავხსნით გვერდს ამისათვის ამის გაკეთება შეიძლება და საზოგადოებას ეცოდინება რომ აი აქ შერეკილები ვიღაცამ დაგვარკვევით შერეკილები ერთმანეთში სხედან და რაღაცაზე ლაპარაკობენ ვიღაცას მოუნდება ჩვენთან მოსვლა ვიღაცა ეთქვის ესენი მართლა შერეკილები არიან მე აქ არ გაფრინდებიან ნახოთ დიდი იმედია რომ რაღაცას ვარსკვლავი შერეკილები ხო ამიტომ თუ ეს იდეა თქვენ მოსწონპონოში ძალიან კარგი აქტიურობას გამოიჩენთ თუ არავინ არაფერი არ დაგმილაიქება საერთოდ არ მოგვაქციეს ყურადღება გვექნება რა ხარდი სურათი რომ გვაქვს პრობლემა ფეხებზე ვიდივართ ყველა შეიძლება ეს პრობლემაც არის შეიძლება არ არის პრობლემა გაიცანე ხო მაგრამ დასავლეთში ჩვენ ვიდივართ ფეხებზე თუ ის პრობლემა გიდია თუ ის პრობლემა გიდია ხო მე ეხლა საზოგადოება ზოგჯერ ასე იქნება ამის კი არ უყურებს ვინ წერს ავს ნაკლებს ის არ გეაინტერესებს ვინ არის ათორი კონკრეტულ სფეროებში, თორე ყველგან არა. ალექა მიყვარხა და ნავეიდა ლაიქი. ან შემოგვიწევს ჩვენ ხო ყველაფერს ვარგოთ ის რაც მოვიდა. მაგრამ ეს უნდა ამოვიღო რა. ამოღება არ ვიცი, ბატონო ზურაბ დასულია თქვენ. სულ არ მაინტერესებს. რაგი ასე თავიდა საქმე იმიტომ ხო არა რა არის ის მოდი ჩვენ არ გვერდება არაფერს ახლა ყველა სიმართლე თუ გინდა გითხრათ ძალიან ბედნიერი ვარ იმით რომ მართლაც რაღაც ჩარჩოებში ვიქცევით და ზუსტად ის შევები ჩვენ ვახასიათებს რაც გვაქვს ახლა მოდი ამას ვიტყვი რა შედეგების შეჯამება მეჯერ ადრე 5 წუთში დავიწყოთ შედეგების შეჯამება იმედია რომ ჩვენ საქმეს ისე დავაყენებთ რომ ხალხი იტყვის რომ ვა მე ამ შედეგებთან ეს გულის მე მინდა და დაგი ჩატში გამომიგზავნოს წერილს უგეთქვის რომ დამიძახეთ ამ რიცხვის საფეს მე მომხდები მოსაზრება და მინდა თქვენ მოვისმინო ხოდა არსებობს კანონები რა ბუნებაში მოქმედებენ კანონები ჩვენ კი არ მოქმედებთ თქვენ ის არის ხო ჩვენ არა წარმოგენა გვაქვს მithom თავის ხვალნება ეს კანონები მართლა სამყაროს ჩვენ იმდენად ვართ თავის ხვალება მე სამყაროს კანონებში ვეტევით რაღაც ჩარჩოებში თორე ხო კაი ვიცი ხარდა გადალახე დინოზავრებმა კანონებს ვერ გაუწევს და ვერ ეგენ კარგად ნუ კარგად არის ხო არის ყველა შემთხვევაში არ არის ხო გამიგე ანუ ეს სიტუაცია ამ კანონების მიხედვით არის სინერგეტიკის ერთი კანონი ხო რომლის მიხედვითაც თუ სისტემა გინდა ამუშავდეს გარეგან ზემოქმედების სისტემაზე შელოცებით მიგანხარდით ვერაფერს ვერ უშევი ამ სისტემას უნდა შეხვედროს სისტემის შიგნით იპოვო
ქვესისტემა, რომელიც სისტემის იდეა არის იმეორებს და ამ ქვესისტემის გაძლიერებით უნდა დაიწყოს. Всё, მორჩა. ქვესისტემა. ორგანიზაცია. უნდა იყოს ჯანსაღი უჯრედები, ეს დამკვიდრებული და დაუყავი და გაბუბედული უჯრედები მოშლიმოცდება და ჯანსაღი უჯრედების გამრავლებით შეიქმნება ახალი ქსოვილი, მოგცემს ახალ ორგანიზმს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თუ ჩვენ ამ მოდელს, მინი მოდელს ჩვენი საქართველოს ნორმალურად შევქმნით, ნელა-ნელა ეს ისე ქვემოდელმოდის, აბსოლუტურად ყველაფერი ქვემოდელმოდის, თუნდაც იმიტომ რომ აგერ ზოგი წარმოგენაც არ ქონდა წარმოქმნილი ხოსორი. და უნდა კომაზე დაკავდეს. Formale, era il bodice diverso, vale más. No, Categoria, hanno questa situazione, tu c'è anche il sistema scelto, sada sadamente etnasima, fatemi segnare anche un problema, etnasima staziare, non mi scarep, tres che non so solo poi, io con niente, che ne sai se tra, mi vedi vai va, devo fa magari, va mi vedi da, che parla per tutto, cosa per il ალაში მოგიჟებიჩი გამიგე ჩვენ უბრალოდ დავიწყოთ საკუთარი აი ამ პირველადი უჯრედის გაჩაღებიდან საიდან ყოველთვის ერთმანეთი ისეთი საუბრებიც ვართ ამას შევძლებთ ამას პატივით ერთმანეთს ისეთი საუბრებიც ვართ შევძლებთ ამას კი მე თქვენ გეტყვით ჯიბეში მიდევს ის საქმე იმას ჯადოსნური ჯოხი ეხლა ამ ჯოხს ამოვიღებ და ავარია ყველა ერთად დავიქნიოთ ეს ჯოხები და საქართველოს კარგად იქნება. შეიძლება კარგად იყოს, მაგრამ ასეთი არის. Მთლიანი რეგლამენტის დროც ამოიწურა. მთლიანი რეგლამენტის დროც ამოიწურა. მოდი ამ თემას მოდი ასე შევაჯამოთ შედეგები, ხო? ანუ პრობლემებზე მსჯელობისა შენ ორი სამაში მოგვიყვება პათოზურავს მე ცოტა დროც პროფიცი არ მომწონს რა ჩემი და ანუ ეს მე ჩანო ობიექტურად სურათ. ხო, ობიექტურად ყველა ანუ ამის თქმა უნდა ხლედნეს დავახცეთ. ჩამოვაყალიბეთ ჩვენი პრობლემა, ჩვენი შედეგი, ხო? მოდი შევსახოთ. პირველი პრობლემა, რაც ჩვენ ჩამოვაყალიბეთ, არ ვიცით რა შეიძლება ჩვენი პრობლემა. ხო თანახვანი ვართ. კარგად არ ვიცით რა შეიძლება ჩვენი პრობლემა. თუ არა ვარ თანახვანი, საერთოდ მე არა ვარ თანახვანი და ძალიან კარგად ვიცი რა შეიძლება. არ ვიცი. ეს ხო საკითხი. მეორე კი ბატონო, ამაზე მე ვისაუბრებ. მეორე პრობლემა, არ გვაქვს საკმაო ინფორმაცია. ხო? მე მგონი სწორია, საკმაო ინფორმაცია, მაგრამ ვერ ვყოფილით იმ სივრცეში, რომელიც საკმაო რაოდენობით ცოდნას გვაძლევს არსებული რეალური შესახებ. მესამე, საჯარო მოხელეების გაფიშულება საზოგადოების შესახებ. ეს პრობლემა არის. მეოთხე პრობლემა, არა გვაქვს ქალბატონული და ხოლმე შეიძლება საკუთარი თავისი იმედი ანუ ნიჰილიზმი და შესაბამისი ცოდნა შესაძლებლობების შესახებ. ეს არა აქვს. ეს არა აქვს, ხო, თავისთავადია. არა გვაქვს ზოგადად ესე იგი, მე ჩემი თავი წარმომიდგენია ამ ერთიან ქსოვილში ერთ პატარა უჯრედა, რომელსაც მაქვს პრეტენზია, რომ ერთ უნდა კონდეს, ჩემს გარშემო უჯრედებს უნდა კონდეს, მაგრამ არ აქვს. ხო? აი ეს თვითონ სურათი უკვე ძალიან კარგად განწყობაზე მაყენებს, რომ თუ ესეთი პრეტენზია მაქვს, რომ მე მაქვს და სხვას არ აქვს, რა უნდა გავაკეთო? უნდა მივცე. ხო სწორია. მეხუთე, დამეხმარეთ, კიდე რა იყო? აშუღებაც პრობლემა. საზოგადოების პასუხისმგებლობის ნაკლებობა, ხო? მაშინ ის ბარემ მისთვის ჩაწერეთ, რომ თვითრეფლექსიის დეფიციტი. თვითრეფლექსიის დეფიციტი ჭიადილას რეაქცია თუ მინდა თავი. თვითრეფლექსიის დეფიციტი. თვითრეფლექსიის დეფიციტი მე ასე მესმის, რომ ორიენტირებულობა მომავალზე განა წარსულში კი არა, ატმოსფეროში რო თვალ რა იქნება. აი ამაზე არა. ხო, ნუ. თვითრეფლექსიის დეფიციტი. შემდგომ სხვადასხვა დიდი მიღწევა უკვე ჩვენგან საერთო პრობლემებზე შევთანხმდით და სხვადასხვა ყველაზე დიდი რა არის იცი ყველაზე კარგი მე თქვენ გიგიცოთ ხოლმე ამ თავობას არ ვაკეთებთ ყველაზე დიდი წარმატება ეს არის ყველაფერში არ ყოფილი ხო არ ყოფილი წარმატება ის არის ყველაფერში და ოპ არ გავაკეთებ გავაკეთოთ კარგად ლამა ანუ და ჩვენი როლი და ადგილი ამ სივრცეში არის შემდეგნაირი. გონი შევთანხმდით. თუ ვერ შევთანხმდებით, პრობლემა არ არის. ჩვენი როლი და ადგილი არის შემდეგნაირი. ვეცხოვთ ერთმანეთს
ვისაუბროთ, ერთმანეთი ასე ჩამოვარდეთ, ხო? ტელეფონები დავფიჟოთ ხოლმე საუბრობ, როდესაც ერთმანეთს პატივისცემთ, ხო? და ნელა ვეძებოთ ერთმანეთთან მისასვლელი გზების. რუსეთსა და ამერიკაზე ნუ ვიტოვებთ. ერთმანეთთან მისასვლელი გზები ნელა ვეძებოთ. როცა ერთმანეთთან მივართ, მე გევიხილოთ მაგდი, გამოვიხილოთ მაცნი და მე ვთქვათ, დაგვინდა. იგივე ირანი გვინდა. დასაფრობა. ხო, ანუ პირიქით. ან პირიქით დავიმოჩილოთ. ხო. კილოცავს პროტონთებული გრუცხვენა. ხო, ამიტომაც დიდი მადლობა ყველას. რეგლამენტში ჩავეტიეთ. მადლობა ჩვენს ესე ვთქვათ Facebook სივრცეში მეგობრებს, როგორ გვინდა გთხოვოთ, რასაც ბატონი მამუკა ამდენი ხნის განმავლობაში ხო ამბობდა, გთხოვთ მოიწონეთ ან არ მოიწონოთ კომენტარი გააკეთეთ. ოღონდ ჯგუფის სწავლებაში რომ დაგვიწყებთ რა მაინც ამოვშლით იქიდან, იმიტომ რომ ჯგუფის სასწავლებელი დრო და სივრცე გექნება თუ სურვილი გაქვს მოგზავნით აქ. მომავალი ისლამი აქვს სასწავლებლოჩევები. ჩატში მოგწერეთ რომ გაქვთ სურვილი მიიღოს მონაწილეობაში მუღალი მაგების შემდგომ სხდომაზე, მოგზანდებით, მოგისმენთ, უყურადღებას არავის არ დაგტოვებთ და ამის მერე გადავდამთ შემდგომ ნაბიჯს. ჯგუფის სწავლება თქვენი დიდი თეორიებით როგორ უნდა გადავჭეთ, არ გინდათ, მაგისათვის ცალკე იქნება სხდომები. ოკეი. მადლობა ყურადღებისთვის. ეხლა შეგიძლიათ ისაუბროთ რა